ისრაელს თავს ესხმიან. თავს ესხმიან 48 წელსაც მას დაესხნენ თავს და ეხლაც მას დაესხნენ თავს. ანუ თვითონ თავს იცავს ისრაელი. მინიმუმ 60 წელია ისრაელი არღვევს გაეროს ყველა რეზოლუციას, ყველანაირ კონვენციას, ყველანაირ ყველაფერს, რასაც ეუბნებიან უბრალოდ მუშვრებით. ისრაელის წინააღმდეგ გააჩნიათ, ეს არის ანტისემიტიზმი. ძირი ეცლება საერთაშორისო წესრიგის საერთოდ საძირკველსაც, ხო? იმიტომ რომ ისრაელი არის დემოკრატია წერტილი და არც ერთი არაბის უფლებები არ არის, არც ერთ არაბულ სახელმწიფოში იმაზე უკეთ დაცული, ვიდრე ეს არის ისრაელში. შეწყვიტოს ამ მიწებზე პალესტინელების დევნა, კონტროლი, უფლების აყრა, სახლებიდან გამოდევნა. და ის რომ თქვათ რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციებში ანტისემიტები არიან ჩაბუდებულები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გენოციდის მნიშვნელობა ამით იცვლება. თუ ვინმე შიმშილობს გაზაში, შიმშილობს მხოლოდ და მხოლოდ ჰამასის გამო. ნეტა ჰამასი იყოს პრობლემა. არა, აიათოლა რას ვეკამათო უბრალოდ რომ მითხრათ. სამშვიდობო აქტივისტები დახოცეს, ანუ რომ წარმოიდგინოთ ბოროტების მასშტაბი. ამას მე არ ვამბობ, ჩემი ებრაელი მეგობრები ამბობენ, რომ 10 წლის წინ გადასახლდნენ გერმანიაში. გამარჯვება ისრაელს და თავისუფლება პალესტინას. მოგესალმებით, მე ვარ ანა ყაულაშვილი და თქვენ უყურებთ გადაცემა კამათობის რიგით მე-8 და სეზონის ბოლო ეპიზოდს მისმინეს YouTube პლატფორმაზე, რომელიც გადის ყოველ ორშაბათს 22 საათზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ამ გადაცემის და ზოგადად პროექტის შექმნის არის ის, რომ შევქმნათ სივრცე, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მოვიდნენ, კონსტრუქციული დისკუსია გამართონ, შინაარსობრივი დებატები მოგვეწოდონ და თავის მხრივ, თავისი არგუმენტირებული მსჯელობით და თავისი მხარის მტკიცებით ადამიანის ყურამდე მიიტანონ თავისი სიმართლე, რომ მგონია, რომ ეს ყველაფერი ყველა ჩვენგანს წაადგება და საბოლოო ჯამში ქვეყნისთვისაც იქნება მომგებიანი. ამ იდეის განხორციელებაში გვეხმარება ჩვენი გენერალური სპონსორი საქართველოს უნივერსიტეტი. ნამდვილი ძალა თანასწორობასა და თანაგრძნობაშია. თქვენ კი ჩვენს მაყურებელს გთხოვთ, რომ უყუროთ ამ ვიდეოს ბოლომდე, რადგან მხარში დაგვიდგეთ, უფრო ხანგრძლივი რომ იყოს ეს პროექტი, ასევე დალაიქოთ ვიდეო, გამოვყვეთ მისმინეს YouTube, Facebook, TikTok და Instagram პლატფორმებზე. წერანს ვამბობთ, რომ ცოტა ნერვიულობ თქვენ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული თემა გვაქვს დღევანდელი დებატისთვის არჩეული და მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე, არ ვიცი, ერთადერთი თუ არა, ესეთი რთული თემა და კონფლიქტია, ეს არის ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი, რომელზეც დებატოთაც მოვიწვიეთ თამარ შერგოლეიშვილი და ლუკა ნახუცრიშვილი. ინოვაცია ხდება იქ, სადაც ერთმანეთს ცნობის მოყვარეობა და გამბედაობა ხდება. პირველ რიგში დიდ მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის და მინდა რომ გაეცნოთ მაყურებელს გაცნობის სახე რო გქონდეს და დროის რეგლამენტის გარეშე, ასევე არგუმენტირების გარეშე, მხოლოდ თქვენი მხარე რომ დააფიქსიროთ მაყურებლისთვის, რადგან იცოდნენ რომელ მხარეს წარმოადგენს დღევანდელ დებატში. დიდი მადლობა ინტერესისთვის. მიხარია, წარმატებებს გისურვებთ, რასაკვირველია, იცით, მე ჩვენ საუბრობდით ამაზე, რომ რაღაც დემოკრატიზაციის პროცესად მივიჩნევ ამდენი პოდკასტის გაჩენას და ძალიან მიხარია, რომ ბევრნი ხართ და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ იყოს ყოველთვის, ბევრი უნდა იყოს იმისთვის, რომ მე ხარისხი გაუმჯობესდეს, ასე რომ წარმატებას გისურვებთ. ყველა პოდკასტში მივდივარ, თითქმის სადაც მიძახიან, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. ეხლა თვითონ თემას რაც შეეხება, მე ისრაელის ძალიან აქტიური და ღია მხარდამჭერი ვარ, მიმაჩნია, რომ ეს ცივილიზაციური ომია, რასაც ჩვენ ეხლა ვუყურებთ და რეალურად ეს ცივილიზაციური ომი არის იმის შესახებ, როგორ აღიქვამ შენ ადამიანს. ანუ როგორ ხედავ შენ ადამიანს და ანიჭებ თუ არა მას უფლებას, აფასებ თუ არა მის სიცოცხლეს, აძლევ თუ არა შესაძლებლობას, რომ ბედნიერებისკენ ისტრაფოდეს და ანუ იმ ცივილიზაციას უჭერ მხარს, ბუნებრივია და მინდა რომ იმ ცივილიზაციამ გაიმარჯვოს, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ადევს ფასი და ადამიანის უფლებებს პატივს ცემენ და ამას გარდა, ამას რო ყველგან ჩემს თვითონ ვთქვათ იდეოლოგიურ წამს რო თავი გავანებოთ, ხო? ამას გარდა უბრალოდ სამართლიანად მიმაჩნია ისრაელის მხარდაჭერა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სახელმწიფოს აქვს არსებობის უფლება, იმ ხალხს აქვს არსებობის უფლება და ვისაც ებრძვის, ის ხალხი ამ სახელმწიფოს უფლებებს უბრალოდ უარყოფს და განადგურება სურს რეალურად და აი ამის ანუ გადარჩენისთვის ბრძოლას უყურებთ ჩვენ და არავინ არ უნდა თქვას, რომ ეს უკავშირდება მაინდა-მაინც ისრაელის სახელმწიფოს, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს იმ ტერიტორიაზე ხა სადაც
ეს ყველაფერი მიმდინარეობს, სადაც ისრაელია, სადაც გაზა, სადაც პალესტინა, ხო? ეს იყო ოსმალეთის იმპერია და შემდეგ უკვე იყო ბრიტანეთის მანდატის ქვეშ ოპერირებდნენ, ხო? და 48 წელს ბრიტანეთის ჯარები როდესაც გავიდნენ, იქამდე მოხდა ეს ყველაფერი და იმ დროიდან ისრაელი იბრძვის იმისთვის, რომ აღიარო. როგორც სახელმწიფო და შესაბამისად ახლა ბუნებრივია ომის აზიზღრობა, ომი ტრაგიკულია, მაგრამ ომი დანაშაული არ არის, ხო? ომი როგორც ესეთი დანაშაული არ არის, მით უმეტეს ომი შენი საკუთარი სახელმწიფოს, შენი მოქალაქეების სახელმწიფოს გადასარჩენა, შენი უსაფრთხოების დასაცავად და სიმართლე გითხრათ, აღმაფრთოვანებს კიდეც ის ნებისყოფა, რასაც ებრაელი ხალხი იჩენს საკუთარი სახელმწიფოს დაცვაში და როგორც ის ამას ახერხებს, ანუ რა ეფექტურობითაც თუ დრო ამომეწურა ვერ ხედავ აქ. ხო, არა, ჯერ დრო არ არის ჩართული, უბრალოდ თქვენი პოზიციის გაცნობა და მოყურებლისთვის არგუმენტის ამას მე ღიად ვწერ და კი, ამისთვის 5 წუთი გვექნება, რომ თავიდან ბოლომდე არგუმენტებით, მაგალითებით რითიც გნებავთ, გამყაროთ თქვენი პოზიცია. ლუკა, თქვენც რომ გაიცნოთ მაყურებელს და თქვენი პოზიციაც დააფიქსიროთ. მადლობა მოწვევისთვის, მე ვარ ლუკა ნახუცრიშვილი, თანადამფუძნებელი წევრი მოძრაობის სოციალური დემოკრატიისთვის. პროფესიულად ვარ მკვლევარი ჰუმანიტარულ დარგებში, ბევრი წელი ვიკვლევდი ანტისემიტიზმს ევროპულ კულტურაში. თარგმნი ვიკვლევ ვასწავლი ებრაული წარმოშობის ფრანგ და გერმანელ მოაზროვნეებს. ბოლო წლები ამ ხელმძღვანელ თარგმნელობით ჯგუფს, რომელიც თარგმნის ყველაზე ცნობილი პალესტინელი ინტელექტუალის ედვარდ საიდის კლასიკურ ნაშრომს ორიენტალიზმი, რომელიც ეხება პრინციპში სწორედ იმას თუ როგორი სტერეოტიპები არის გამჯდარი დასავლეთში, როცა მსჯელობენ აღმოსავლეთზე და ეს აისახება ხოლმე რა თქმა უნდა პოლიტიკაზეც, მათ შორის პალესტინაზე, ამიტომ განსაკუთრებით აქტუალური მგონია ამ ნაშრომის თარგმნა. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, მე ანუ ვერ ეს რაღაცა მხარე რო დავიკავო, ცოტა მიჭირს, იმიტომ რომ არ მგონია ესეთი ბრძოლა იყოს, რომელშიც რომელიმე მხარე შეიძლება გამარჯვებული გამოვიდეს თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ეხლა მიდის, ხო? მე თუ რამეს ხარს ვუჭერ, ეს არის ის, რომ რასაც ითხოვს იდეაში საერთაშორისო სამართალი უკვე 60 წელია, ხო? ის რომ ისრაელმა დაასრულოს პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღარ მოახდინოს ანექსირება და კოლონიზაცია, რასაც ქვია ეს ახალშენების გაშენება, ხო? დღეს რო უკვე 700.000 უკანონოდ ცხოვრები ისრაელის მოქალაქე რო ბინადრობს საერთაშორისო პალესტინის ტერიტორიად აღიარებულ მიწებზე, შეწყვიტოს ამ მიწებზე პალესტინელების დევნა, კონტროლი, უფლების აყრა, სახლებიდან გამოდევნა, რა ვიცი, ანუ რაც კი რამე არსებობს, დატყვევება, ხო? თუ ეს არ მოხდა, თუ აი ეს 60-წლიანი ოკუპაცია არ დასრულდა, მივიღებთ სულ უფრო უარეს 7 ოქტომბრებს და მივიღებთ სულ უფრო უარეს ღაზას და პალესტინელთა ჟლეტას და ეს ისრაელსაც ჩაიყოლიებს და ჩაიყოლიებს მთელ რეგიონსაც. მადლობა. და მე ახსნი რატომ ჩაიყოლიებს მთელ მსოფლიოსაც. მადლობა პოზიციისთვის ორივე თქვენგანს. მე შეგახსენებ თამაშის წესებს და მაყურებელსაც შევახსენებ, რომ გვექნება სულ 4 ბლოკი. პირველი გექნება 5 წუთიანი დრო მთლიანად თქვენ საკუთრებაში არსებული, სადაც შეგეძლებათ როგორც წეღავ თქვი არგუმენტების მოტანა და ასევე მაგალითებით გამყარება. შემდეგ გვექნება 20 წუთიანი საერთო დისკუსიისთვის, ეს დრო იმისთვის, რომ უშუალოდ ერთმანეთში ვისაუბროთ და არ იყოს ეს დრო რომელიმე ერთი კონკრეტული მხარის, გვექნება 10 წუთიანი კითხვა-პასუხის რეჟიმი, თითოეულ თქვენგანს 5 წუთი ჩემი კითხვის საფასუხოდ და ბოლოს 3 წუთიანი შეჯამებისთვის გვექნება დრო თითოეულ თქვენგან, გექნება თითოეულ თქვენგანს და შეაჯამებთ მთლიან დებატს და ალბათ იმასაც, რატომ არის თქვენი მხარე ამ დებატიდან გამომდინარეც უფრო მართალი ამ საკითხთან დაკავშირებით. თამაშისთვის უნდა გავაგოროთ კამათელი, რადგან გავიგოთ ვინ იწყებს. ორი. დიდი ალბათობით თამარა დაიწყება. ხო, ძალიან გრძელი თემაა და ხანგრძლივი იმისთვის, რომ ესე მოკლედ მიმოვიხილოთ, მაგრამ მაინც საჭიროა ალბათ რომ რაღაც ორი სიტყვით ვთქვათ, როგორც თქვენ დაიწყეთ, ეს ტერიტორია ჯერ კიდევ ბიბლიური დროიდან ითვლებოდა ებრაელების მიწად, შემდეგ არ დასცალდათ, როგორც ალბათ მთელი მსოფლიო არის შეთანხმებული, ჯერ სპარსელები იპყრობდნენ ამ ტერიტორიას, არაბები, ჯერ სპარსელები, მერე ოსმალები, მერე კიდე ჰოლოკოსტი მსოფლიო ომის დროს და მოკლედ ებრაელები ძალიან დაიჩაქნენ ამ
მოვლენების გათვალისწინებით. როცა ოსმალებმა დათმეს ეს ტერიტორია, უბრალოდ გავიდნენ ამ წააგეს მსოფლიო ომი და მოუწიათ დათმობა, ბრიტანეთმა ჩაიგდო ხელში ეს ტერიტორია და შემდეგ ისიც თმობს ამ ტერიტორიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. შემდეგ ხდება ის, რომ გაერო აქვეყნებს რეზოლუციას და იყოფა ტერიტორია, მაგრამ იმის გამო, რომ უფრო მეტი შეხვდათ 56% თუ არ ვცდები ისრაელის მოსახლეობას ებრაელებს, არ არიან თანახმა ამაზე არაბები და იწყება ომი. საბოლოოდ, როდესაც ჩვენთან ყველაზე ახლოს ეს კონფლიქტი გამწვავდა, იყო 2023 წლის შემოდგომა, როცა ტერაქტი მოაწყეს ჰამასმა ფესტივალზე და ამის შემდეგ ებრაელები, უпростоრად ისრაელი მუდმივად ბომბავს ღაზას და თქვენი შეფასებით, რადგან წერან ანტისემიტიზმი მოხსენეთ, თქვენი შეფასებით, ალბათ უпростоრად თქვენი მხარის შეფასებით, გენოციდს უწყობს. გაერო, ებრაული ორგანიზაციები, ჰააგა, კი ბატონო, თქვენ ეს მხარე, რომელიც ამ პოზიციას იჭერს ანტისემიტიზმია. აფასებს ამ მოვლენას როგორც გენოციდს. ამისთვის გვექნება ძალიან ბევრი დრო და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ არგუმენტების მოსმენა და გაბათილება. ეს არის მთლიანი დრისი თქმაც მინდოდა. შეგვიძლია რომ დავიწყოთ, თამარა, შეგიძლიათ რომ დაიწყოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა ინტერესისთვის. დღეს გუშინ აგვისტოს ომის წლისთავი იყო და რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი ქართველი დაიღუპა აგვისტოს ომში, ხომ არ გახსოვთ რომელიმე შემთხვევით? დაიღუპა 415 ადამიანამდე, 412, 415 დაახლოებით, ესე 7 ოქტომბერს აი ამ ისრაელში ჰამასის თავდასხმის დროს დაიღუპა 1300 ადამიანამდე, აქედან 800 იყო ისრაელის მოქალაქე. ანუ ჩვენ თუ გადმოვხედავთ რამხელა ტრაგედია ჩვენთვის ვთქვათ 2008 წლის აგვისტოს ომი და მსხვერპლის კონტექსტში შევხედავთ, ხო? ისრაელმა ჰამასის თავდასხმით იმ დღეს მიიღო სამჯერ დიდი მსხვერპლი, რომ წარმოვიდგინოთ მასშტაბი, რამხელა თავდასხმა იყო ეს, დაესხნენ მუსიკის ფესტივალს და დაესხნენ მათ შორის იმ ადამიანებსაც და დახოცეს და მძევლად აიყვანეს ის ადამიანები, რომლებიც რეალურად პრო-პალესტინულ პოზიციაზე იყვნენ და ბევრი მათგანი სამშვიდობო აქტივისტები დახოცეს, რომ წარმოიდგინოთ ბოროტების მასშტაბი, აქ იმაში კი არ არის ისრაელი როგორ იქცევა, რას გააკეთებს იმისთვის, ისრაელის მოქალაქეები რას გააკეთებენ პალესტინელებისთვის. არა, აქ პრობლემა ის არის, რომ ამ ხალხმა საერთოდ არ უნდა იარსებოს, ეს ხალხი უნდა განადგურდეს. ეს არის ჰამასის, ირანის, ერაყის, ყველა იმ სახელმწიფოს მიდგომა და 30 არის ასეთი, რომელიც არ აღიარებს ისრაელს როგორც სახელმწიფოს, ხო? რეალურად, რო წარმოვიდგინოთ აგრესიის მასშტაბი რამხელა იყო ამის შემდეგ, ბუნებრივია ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება, მისი მოქალაქეების დაცვის უფლება და მომავალი საფრთხეების აღკვეთის უფლება, ისე როგორც ის ხედავს, ხო? ამაზე მუშაობს ისრაელის თავდაცვის, ისრაელის ხედავთ, რომ კვალიფიციური ძალები ყავთ, ხო? ერთადერთი იარაღი ხა ისრაელის იარაღი დამარცხება ფაქტობრივად შეუძლებელია მით უმეტეს იმ განვითარების, ვთქვათ, სამხედრო ძალების მხრიდან, რასაც ისინი განასახიერებენ, ხო? ეს სხვა ტიპის ძალა, სხვა ტიპის დისციპლინირებული ძალა, ერთადერთი იარაღი, ეფექტური იარაღი, რაც, ვთქვათ, ჰამასი იქნება თუ სხვა ტერორისტული ორგანიზაციები თუ აიათოლას რეჟიმი თუ ვინც იქნება ისრაელის წინააღმდეგ გააჩნიათ, ეს არის ანტისემიტიზმი, რომელიც ბუნებრივად ბობოქრობს, დღესაც მსოფლიოში რასაც უყურებთ, ეს არის უბრალოდ ანტისემიტიზმი, იმიტომ რომ თქვენ გენოციდი ახსენეთ და კი ბევრი ორგანიზაცია იძახის, რომ გენოციდი მოხდა, მაგრამ მე ვადასტურებ, რომ მე ვამტკიცებ, რომ გენოციდი არ მომხდარა, იმიტომ რომ გენოციდი რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა მსხვერპლის რაოდენობით გენოციდი არ იზომება და რაოდენობაზეც დაუზუსტებელი ინფორმაცია ფაქტობრივად ჰამასისგან არსებობს ეს ინფორმაცია, ხო, ტერორისტული ორგანიზაციებისგან ვიღებთ მსხვერპლზე ინფორმაციას. მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, კორეის ომშიც, 2 მილიონი ადამიანი მოკვდა და იქ რაღაც ავღანეთში 100,000 დაიღუპა და სირიაში 100,000 დაიღუპა, მაგრამ გენოციდურ დანაშაულებად ისინი არ შეფასებულა, ხო, იმიტომ რომ ამისი განზრახვა არ არსებობდა, რომ ადამიანები ამოეხოცათ მათი ეთნიკური ნიშნის მიხედვით, ხო? ესეთი განზრახვა არ არსებობდა, ესეთ განცხადებას ვინც ომს მართავს, მათგან ესეთი განცხადება არ არსებობს. კი, იქ რაღაც
New York Times-ში გამოქვეყნდა რაღაც სტატია, სადაც მოაქვთვის, რომ აი ჰამასი დიდფას გადაიხდის ამაში და დიდფას გადაიხდიან ისინი და რაღაცა სრულიად აბსურდული განცხადებები მოყავთ გენოციდის დამადასტურებლად, მაგრამ ეს არ არსებობს, ანუ გენოციდი არ მომხდარა და ამისი ღრმად მჯერა, იმიტომ რომ იგივე აფხაზეთის თემას ვსწავლობ მე და ვიცი რა არის გენოციდი და ვიცი რა განცხადებებს აკეთებენ მაგ დროს ის ხალხი ვინც ომს მართავს, როდესაც ამა თუ იმ ერის ეთნიკური ნიშნით ამოწყვეტა უნდათ, ხო? აი მაგალითად არსებობს აფხაზეთის ომში მთის ხალხთა კონფედერაციის, თქვათ, ვინც იყო ერთ-ერთი რუსების ერთ-ერთი პროქსი, მწვანე კაცუნა როგორც ყავდათ, ხო, ყირიმში, რომ აი ქართველების ხთხირების მოჭრა, იმის რა ქვია, ყურების მოჭრა, მათი აკოწვავდა ვისწავლ, ვერაფერს ვერ მოისმენთ თქვენ ისრაელელი ოფიციალური პირებისაგან, რომლებიც ომს მართავენ. არაფერს მსგავს. ანუ შეგვიძლია ვიკამათოთ, ხო, ჯერ ამორჩები. არა, კი ბატონო, ძალიან იოლად გადამოწმებადი არის, გადავამოწმე, ხო? სანამ მოვიდოდი. გადავამოწმოთ. ეს რა ქვია, ანუ არ არსებობს ეგეთი რამე, სადაც ისრაელელი, თქვათ, თანამდებობის პირი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ომთან კავშირშია და არ ვსაუბრობთ მე რაღაცა ექსტრა ულტრა მემარჯვენე ძალებზე, რომლებიც საერთოდ არ არიან ომთან კავშირში, მემარჯვენე მთავრობის წევრები ომთან კავშირში არ არიან, უბრალოდ ისინი არ მართავენ ომს, ხო? ომთან უნდა იყოს კავშირში, ანუ გენოციდს თავისი განსაზღვრებები აქვს და ის რომ თქვათ, რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციებში ანტისემიტები არიან ჩაბუდებულები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გენოციდის მნიშვნელობა ამით იცვლება. ანუ ესეც არის ტყუილი და ის შიმშილიც, რასაც გენოციდი მას რა ქვია, ისრაელს აბრალებენ, თუ ვინმე შიმშილობს გაზაში, შიმშილობს მხოლოდ და მხოლოდ ჰამასის გამო. ერთადერთი მიზეზი, რატომაც იქ შიმშილობენ, არც საერთოდ სოფლიოს ისტორიაში არ ყოფილა, რომ ამხელა ჰუმანიტარული ტვირთი მტრის ტერიტორიაზე გადაეზიდა რომელიმე სახელმწიფოს, იმიტომ რომ ისრაელისთვის ეს თავისი ეროვნული ინტერესია, ის ძალიან რთულ მდგომარეობაში ერთი მხრივ აი ეს ანტისემიტიზმი ებრძვის, მეორე მხრივ ისლამური სამყარო, ანუ ამ შემთხვევაში ტერორისტული სამყარო, მნიშვნელოვანი ნაწილი აპირებს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ ცხადია რომ იმათ არ გულისხმობ, ვინც ამაში ჩართული არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი აპირებს მის განადგურებას და მას უწევს თავდაცვა ამ ყველაფრიდან. ხო, და ეს არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს თავიდან აიცილოს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ისრაელი, რაც გააკეთებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის გააკარნახები ანტისემიტიზმით და არაფერი სხვით. მადლობა საინტერესო პოზიციისთვის. ლუკა, თქვენს ბევრი გექნებათ სასაუბრო თქვენი პოზიციაც და არ ვშავს გვექნება ბევრი დრო ამისთვის და განსახილველად შემოწმებისთვის გვექნება ასევე დრო და შეგიძლიათ რომ დაიწყოთ. მადლობა. ხო, აი გალბატონ თამარმა რაც ახსენა პრინციპში რომ ეს ეგზისტენციალური ბრძოლა არისო და ხო საფრთხეების საკითხი დასვა, ეს ცივილიზაციური საკითხი დასვა და ასე შემდეგ და ცივილიზაციურობაში გულისხმობა დემოკრატია, თავისუფლება, თანასწორობა და ასე შემდეგ. სხვა აი ჰანტინგტონი რასაც გულისხმობდა რა. ხო. ვეთანხმები ამ იმას რომ უსაფრთხოების და თქვათ ზოგადად დემოკრატიის თუ რაღაც თანასწორუფლებიანობის საკითხი დგას, თუ ჩვენ მაგას განვიხილავთ დასავლურ ღირებულებების მთავარ სვეტად, დემოკრატია, თანასწორუფლებიანობა, რა ვიცი, ხო, ანუ თქვენ როგორც ჩათვლით ისე განიხილეთ თქვენი დროა. მაინტერესებს, რომ აი გულისხმობ ცივილიზაციურ. აი ჰანტინგტონის ცივილიზაცია და ჯახი, ალბათ საკითხული გექნებათ, რადგან ასწავლით, ხო? და მაგის წინააღმდეგ სწორედ პრინციპში ეს ჩემი ძვირფასი ედვარდ საიდი წერდა ყველაფერს. იმიტომ რომ ანუ ისრაელზე რასაც ლაპარაკობთ, ეს ცივილიზაციურ ომს რო უწოდებთ, უბრალოდ მე განსამრჩება, რომ რეალურ ისრაელთან დიდად კავშირი ამას არ აქვს, იმიტომ რომ მე რაც ხაზგასმაც მინდა რეალურად არის ის, რომ ეს უსაფრთხოებაზე დაჟინება და ეს მთელი აწლევლების მანძილზე აი ამ საოკუპაციო სამხედრო აი ეს რაღაცა მართლა რეპრესიულ პოლიტიკაზე დაჟინება, ხო, არის სწორედ ის, რაც ისრაელშივე კლავს იმ დემოკრატიას, რომელიც ძალიან ნაწილობრივი ფორმით არსებობდა ისრაელში, იმიტომ რომ ის არსებობდა მხოლოდ მისი ებრაელი მოსახლეობისთვის. ძალიან შეზღუდული ფორმით ისრაელში მცხოვრები არაბი პალესტინელი უმცირესობით, რომელიც დღეს 2 მილიონია, 20% მთელი ისრაელის მოსახლეობის და თავი რომ დავანებოთ იმას, რომ 60 წელია უკვე ისრაელს აქვს de facto კონტროლი, ტოტალური კონტროლი დამატებით 5 მილიონ ადამიანზე ღაზაში ბლოკადის სახით და ეხლა უკვე ნურის სახით აღარც ვიცი რა ქვია ამას და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, სადაც კიდე 3 მილიონამდე პალესტინელი არის, მართლა სრული კონტროლის ხალხის მუდმივი აყრის და რეალური იმის სახით, რაც
აპარტეიდი ეწოდა ასევე ოფიციალური ანტისემიტების მიერ. ჰაგა, გაერო, უკვე ლამის ევროპული სახელმწიფოები, ყველანაირი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის პირველ რიგში ბეცელემი და ექიმები ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ებრაელებისგან შემდგარი ისრაელური ორგანიზაციები, ეგენიც თუ ახლა თუ გაიყვანთ self-hating Jews კატეგორიაში, არ ვიცი, მაგრამ ნეთანიაჰუმ მაგათ მოუძებნა თავისი, ასე ვთქვათ, ადგილი მითი რომ უცხოური აგენტების კანონი შემოაგორა 2016 და სწორედ მაგ ტიპის ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართა და ჩვენი ძვირფასი ოცნებაც პირველად რომ შემოაგორეს ისრაელზე აპელირებდნენ რომ აი გამჭვირვალობა ხო გვინდაო და ისრაელსაც აქვს ეს კანონიო. ანუ ძალიან კარგად იცის ნეთანიაჰუმ როგორ მოექცეს იმათ, ვინც ითხოვს იმას, რომ ისრაელის ის დემოკრატია, რომელიც არის ძალიან ნაწილობრივი და არის მართლა სეგრეგაციული და ანუ დემოკრატია ვერც დაერქმევა, და ამას მე არ ვამბობ, ჩემი ებრაელი მეგობრები ამბობენ, რომელიც 10 წლის წინ გადასახლდნენ გერმანიაში, იმიტომ რომ ისრაელში თუ ესე გაგრძელდებოდა დინამიკა, ვერ ხედავდნენ ქვეყნის მომავალს. თვითონ ისრაელის შიგნით არსებული პოლიტიკური დინამიკის გამო და არა მაინც და მაინც მხოლოდ იმის გამო, რომ რა თქმა უნდა, გარედან, გარშემო აქვს ძალიან დიდი წნეხი არაბული სამყაროს და პალესტინელების მხრიდან, ხო? ეგ არის ერთი რაღაცა, თუმცა სამართლებრივი შეფასებები რაც გაკეთდა საერთაშორისო დონეზე, ლოკალურ დონეზე, ორგანიზაციების დონეზე, ჰააგის სამართლოს დონეზე, თუ ახლა ვიტყვით, რომ მათ რო დაადგინეს, რომ არის გენოციდიც, რომ არის ეთნიკური წმენდაც, ანუ მიზანმიმართული განდევნა მოსახლეობის რაღაც ტერიტორიიდან და რომ არის ომის დანაშაულებები და გამოსცეს ნეთანიაჰუზე და იოავ გალანტზე ესა ხო დაკავების ორდერი, ნუ არ ვიცი, ანუ ეს ანტისემიტიზმი, ესე რომ ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნე მოყოლებული ერთი ანტისემიტიზმის ქვაბში მოხარშო, როცა ის ანტისემიტიზმი, რომელიც ჩვენ ვიცით, რეალურად არის წინათ ევროპული პრობლემა და ეგ არ არსებობდა უბრალოდ, ყოველ შემთხვევაში 1940-იან წლებამდე მაინც არაბულ სამყაროში მაგ სახით, ანუ ისტორიულად უბრალოდ არაზუსტი არის ეგრე რომ ვილაპარაკოთ. ბოდიში რა არის არაზუსტი? ანტისემიტიზმი აი ესე ერთიან რაღაცა ფაფაცნებად რომ ავიღოთ, რომ ყველა მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული რაწამს დაინახეს ებრაელები ანტისემიტიზმის გამო, რომ მაგას შეგვიძლია დაუბრუნდეთ. შვეში არ არის. ყოველ შემთხვევაში მაგას შეგვიძლია დაუბრუნდეთ შემდეგში. ანუ ჩემი სათქმელი არის ის, რომ აი ეს უსაფრთხოების დემოკრატიის საკითხი რო განვიხილეთ, ხო მესმის კი, ქალბატონ თამარაც გადააჭარბა და მიწევს თან რომ უპასუხო რაღაცებს, რაც უბრალოდ არასწორი არის, ხო? უბრალოდ წავიყვანთ დასრულებისკენ. ანუ ეს ვითარება არის ის, რაც რეალურად ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნის ისრაელს და მართლაც ისუთრის მის დემოკრატიას, ხო? მithumetes რომ დემოკრატია თავისთავად ძალიან პირობითი სათქმელია, როცა 5 მილიონ დამატებთ ადამიანზე, რომელიც ოკუპირებული ყავს, შენ მათ ამყოფებს სრული უფლებობის მდგომარეობაში, ხო? და რასთავარია ეხლა უკვე სულ უფრო და უფრო მეტად, მithumetes ამ გლობალური ავტორიტარული ტრენდის აღზევებასთან ერთად, თვითონ ებრაელ იმ უმრავლესობაზეც გადმოდის ეს რეპრესიული რეჟიმი აი ამ კანონების სახით. უამრავნაირი სამოქალაქო სექტორზე 80%-იანი დაბეგვრა შემოიღო ნეთანიაჰუმ, რომ რამენაირად ჩააჩვენოს ეს ოკუპაციის მოწინააღმდეგე ებრაელი, ისრაელელი აქტივისტები მაგალითად, ხო? ამიტომ და ეს ანუ არის რაღაცა ის, რაც გარდა იმისა, რომ ისრაელის უსაფრთხოებას და დემოკრატიას უთხრის ძირს, თავი დავანებოთ პალესტინას და პალესტინელებს და მართლა იმ დახოცილ ხალხს, ხო? ძირი ეცლება საერთაშორისო წესრიგის საერთოდ საძირკველსაც, ხო? იმიტომ რომ მინიმუმ 60 წელია ისრაელი არღვევს გაეროს ყველა რეზოლუციას, ყველანაირ კონვენციას, ყველანაირ ყველაფერს, რასაც ეუბნებიან, რომ უბრალოდ მუშვრები დაამთავრე ეს ოკუპაცია, დაამთავრე ანექსია, შეეშვია ამბავს, აღიარე პალესტინა და დასავლეთი ან უყრუებს, ან ეხმარება ამ ყველაფერს. ხო და ეს არის კატასტროფა ჩვენაირი ქვეყნისთვის. რაც გაქვთ საწყო, იმიტომ რომ ძალიან პუტინის სამყაროს გამარჯვება რეალურად არის ეგ, როცა საერთაშორისო სამართლის ესეთი ხანგრძლივი დარღვევა გაქვს, რომელიც რეალურად პუტინისნაირ ძალებს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აგერ ბატონო დასავლური ღირებულები, აგერ ბატონო ადამიანები, ეს მარტო დასავლელებზე მე ძალიან გულკეთილი ადამიანი, მობიერი ადამიანი ვარ ხოლმე, როცა ეს მინდა, მაგრამ ეხლა ძალიან გადააჭარბეთ დისკუსია და შეგიძლიათ გადააჭარბეთ თქვენს, ხო? ანუ ცოტა გადავაჭარბეთ, ცოტა, ბევრი, ცოტა, ბევრი.
პუტინებზე შევთანხმდეთ, არის ცოტა, არსებობს ბევრი. ეს რა ქვია, ეხლა მოდი ბოლოდან დავიწყებთ, რაც შეეხება პუტინის გამარჯვებას, ხო? პუტინის მოკავშირე დღეს არის ირანი, ჰესბოლა, ჰამასი და ისრაელი ებრძვის იმას, ვინც არის პუტინის მოკავშირე, ხო? ჩვენ ვხედავდით, აი ახლა როდესაც დიდებული ოპერაცია განახორციელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში და დაბომბა ბირთვული გამდიდრების, თქვათ, ბუნკერები, რამხელა გაფრთხილებები მოდიოდა რუსეთიდან და ძალიან კაია ეს ჩვენთვისაც, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. ისრაელი არის დემოკრატია წერტილი და არც ერთი არაბის უფლებები არ არის, არც ერთ არაბულ სახელმწიფოში იმაზე უკეთ დაცული, ვიდრე ეს არის ისრაელში. ანუ არც ერთი, ანუ არაბი, მაგალითად, ჰომოსექსუალის უფლებები ყველაზე კარგად არის დაცული ისრაელში. არაბი ქალების უფლებები ყველაზე კარგად არის დაცული ისრაელში. ბოდიში, ნუ მაწყვეტინებთ, ნახეთ, მე რაც სწრაფად ვიყავი, მე რაც ჩუმად ვიჯექი, ანუ ეს ხო ესეთი ისა გვაქვს, რა ქვია. ხო, მე რაც შეეხება ახლა უშუალოდ ნეთანიაჰუს, ხო? აქ შეგვიძლია გაწყვეტა, მაგრამ მოდი დავასრულოთ და ეს მე ვუპასუხებ, ანუ ისრაელი არის დემოკრატია და არაბები ყველაზე უკეთ და მათი უფლებები ყველაზე უკეთ, იქნება ეს უმცირესობის წარმომადგენლები თუ ქალები, მათი უფლებები ყველაზე უკეთ არის რეალიზებული ისრაელში. რაც შეეხება იმას, რომ ოკუპაცია აქვს გაკეთებული სხვა ტერიტორიების, მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს მან მაგალითად დაცალა, მიუხედავად მემარჯვენეების დიდი წინააღმდეგობის, ამას ბოდიში ამას არაფერი შეუცვლია. რეალურად ამას აკეთებს, იმიტომ რომ 48 წელს ის როდესაც აღიარეს ადგილი და 6 სახელმწიფო თავს დაესხა. და დაიკავა ყველა ის ტერიტორია, შეავიწროვა და შემდეგ უკვე ამას აკეთებს, იმიტომ რომ იქიდან თავს ესხმიან. და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე იკავებს იმ სიმაღლეებს, საიდანაც ის უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობის უკეთესად დაცვას. ანუ ის აგრესიის ქვეშ არის. პირველები ისინი დაესხნენ 48 წელს, როდესაც ისრაელმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, პირველი მას დაესხა ის ეგვიპტე და 6 არაბული სახელმწიფო ზოგადად მთლიანობაში, ხო? ეს იყო ესე. ეხლა რაც შეეხება თვითონ ებრაელ კრიტიკოსებს, მე არა ვარ აქ ნეთანიაჰუს დამცველი, ანუ მე ვარ ებრაელი და ისრაელელი ხალხის დამცველი და ისრაელის დიდი გულშემატკივარი. მე ვარ პოლიტიკოსი, მე შეიძლება ზეგ მოვიდე მთავრობაში, საერთოდ ჩემს ინტერესში არ არის და არც კორექტულად არ მემაჩნია ნეთანიაჰუს კრიტიკა, იქიდან გამომდინარე, რომ ისრაელს პარტნიორ სახელმწიფოდ განვიხილავ. უბრალოდ კიდევ ერთხელ, ანუ ეს არის ადამიანი, რომელსაც ისრაელელი ხალხი ირჩევს და ახერხებს მთავრობის შექმნას, აგერ უკვე ამდენი ხანია. მათ ამას აქვს გარკვეული მიზეზები, ხო? ესე ხდება და შესაბამისად, ვინც განასახიერებს ისრაელს, ის განასახიერებს. ახლა რაც შეეხება შიდა კრიტიკას, ახლა ეგრეთ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს შიდა კრიტიკა მიშასიც, რომ მიშამ დაიწყო ომი, ხო? ანუ რეალურად და უამრავ რამეში შეიძლება დაადანაშაულონ ერთმანეთი, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ ისრაელელი ხალხი, ისრაელელ ხალხს ვინც განასახიერებს, იმისი მხარდამჭერი ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ ის აირჩია ისრაელელმა ხალხმა დემოკრატიის პირობებში. ის რო ეხა როგორ იქ რაღაცა დევნის ოპონენტებს და ასე შემდეგ, ეს სასაცილოდ მიმაჩნია საერთოდ, იქიდან გამომდინარე. იქიდან რაც ისინი გადასახადები ისრაელში ისედაც ძალიან მაღალია, ანუ მხოლოდ არა ისრაელის, ანუ ჩემი საქმე არ არის მისი კრიტიკა და ისრაელის შიდა პოლიტიკა. კიდევ ერთხელ მე ვაპირებ, რომ საქართველოს მთავრობაში ვიყო და ისრაელის შიდა პოლიტიკის კრიტიკა არ არის ჩემი თემა. ისრაელ-არაბეთის კონფლიქტზე ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე ვსაუბრობ და აქედან ამოვდივარ, ანუ ეს არის ჩემთვის საინტერესო. ეხლა კი გასაგებია ნეთანიაჰუს რთული არჩევანები აქვს წინ, მაგრამ ჩემი აზრით ის ყველაზე პრაგმატულს ირჩევს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხვდება, რომ ის 25%-ით თუ არ გააკონტროლა, ეხლა აკონტროლებს 75%-ს, ხო, გაზას. ის 25%-ით თუ არ გააკონტროლა, ჰამასი იქ მოძლიერდება, ჰამასისთვის რა მიდის? არაფერი. უყურებს აგერ თავის საქმეს როგორ აკეთებენ ევროპელი ანტისემიტები, მის საქმეს მშვენივრად აკეთებენ, ის ზის, მას არ ენაღვლება, ხო? მის შეწირავს იმდენ მას, რა ქვია, პალესტინელს, რამდენიც გაუხარდება მისთვის სიცოცხლე არაფერს არ ნიშნავს და ეს არის რეალურად საზოგადოება, რომელიც მიიჩნევს, რომ ისრაელის განადგურება იმდენად წმინდა საქმეა და ებრაელი ხალხის განადგურება იმდენად წმინდა საქმეა, რომ ღირს ამისთვის მსხვერპლზე წასვლა და ეხა სანამ თავისი შვილები არ შეუყვარდებათ ისე როგორც ებრაელებს უყვართ თავისი შვილები, ხო? ეს პრობლემა ესე ვერ მოგვარდება, ანუ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ხო? ამას გარდა ეხლა, რა ვთქვია, ისრაელს ოკუპირებული აქვს 60 წელი ასე შემდეგ, ისრაელს თავს ესხმიან.
თავს ესხნენ 58 წელსაც მას დაესხნენ თავს და ეხლაც მას დაესხნენ თავს. ანუ თვითონ თავს იცავს ისრაელი. საერთაშორისო სამართალი აღარ გვაინტერესებს. ან მე პოლიტიკოსი ვარ, პოლიტიკაზე ვსაუბრობ. საერთაშორისო სამართალში მონაწილეობს ძალიან ბევრი, ანუ იგივე საერთაშორისო სამართალი არ აღიარებს ჯერჯერობით გენოციდს, მაგალითად იმას, რაც აფხაზეთში მოხდა. ამიტომ მე მხარი არ უნდა დაუჭირო მაგას და არ უნდა ავხსნა ეს და რისიც მჯერა ის არ უნდა იყოს სწორი. იგივე მიშას რო შეადარეთ, მიშას არ აქვს საერთაშორისო სამართლით იგივე გაეროთი, ანუ ის იმ არა, ბოდიში ეს უპატიოსნობა, იმიტომ რომ მე მიშას შიდა კრიტიკის კონტექსტში შევადარე და არა საერთაშორისო კონტექსტში. შიდა კრიტიკის კონტექსტში შევადარე. ისრაელს რო ნეთანიაჰუს რო აკრიტიკებენ ის ებრაელი აქტივისტები დემოკრატიული სახელმწიფოა ისრაელი და იმიტომ აკრიტიკებენ. ოღონდ ნელ-ნელა ავტორიტარიზმისკენ მიდის, სასამართლო ხელისუფლება უკვე ხელში ჩაიგდო. ხამას ვერ აკრიტიკებენ. სასამართლო ხელისუფლება უკვე ხელში ჩაიგდო. აი ნელ-ნელა ჯერჯერობით ხო არ არის იქ მისული. ისრაელი არის დემოკრატია. ისრაელი არის დემოკრატიული სახელმწიფო. რომ იყო დიდი აქციები და რომ ვერ გაიტანეს სასამართლო რეფორმა, რომელიც ნეთანიაჰუს პარტიას აძლევს საშუალებას, რომ თლიანად დანიშნოს ხოლმე სასამართლო. ანუ ნაკლოვანი დემოკრატია, კი ყველა დემოკრატია ნაკლოვანია, მაგრამ დემოკრატიასა და აიათოლას რეჟიმსა და ჰამას შორის არის ცადა დედამიწა და დემოკრატია უნდა გაიმართოს ისრაელის იმ შემთხვევაში თუ გსურს რომ იგივე პალესტინელმა ბავშვებმა მშვიდად დაიძინონ. იმ ცივილიზაციის გამარჯვებაზე გადის პალესტინელი ბავშვების გადარჩენა. ლაპარაკობთ, აი ორიენტალიზმი რო ვახსენე და ედვარდ საიდი მეთქი და ჰანტინგტონს რო ახსენებთ. რომ მეცნიერი ადამიანი ვარ და მაგით რაღაც მიწევს რომ რაღაცა ჩარჩოებში ჩავსვა. მე პოლიტიკოსი. კი ბატონო, ხო და მე თან მგონია რომ პოლიტიკოსსაც ჩვენ მოძრაობაში რო გვინდა რომ რაღაცა ახლებური ტიპის პოლიტიკოსები გამოიძერწონ, მგონია რომ რაღაცეებზე, თუნდაც იგივე იმაზე, რაც უბრალოდ მართლა ელემენტარულად საერთაშორისო შეთანხმების ანუ 48 წელს ისრაელს თავს არ დაესხა არაბული სახელმწიფოები? მაგასთანაც მივა. აღიარა, რომელი არაბული აღიარებს ჰამასი ისრაელს? და ისრაელიც არ აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. თავისუფლად დათანხმდა თავის დროზე. ითანხმდა თავის დროზე. ოსლოს შეთანხმება გადავამოწმოთ. და მე პალესტინამ აღიარა ისრაელი. პალესტინამ აღიარა ისრაელი როგორც სახელმწიფო, ისრაელმა იმის გამო რომ ძალიან ასიმეტრიული მდგომარეობა იყო და არაფატი იყო მიწვრული კედელთან, ისრაელმა შეძლო ფუფუნება ჰქონდა რომ ეღიარებინა მხოლოდ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, როგორც პალესტინის ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი და გადაიდო სადღაც რომელიღაცა საუკუნისთვის ოკუპაციის საკითხი, ანექსიის საკითხი, აღიარების საკითხი და შემდეგ გადავამოწმოთ ელემენტარული რაღაცა ოსლოს შეთანხმება. ანუ აღიარა PLO ოფიციალურ წარმომადგენლად, ხო? არა, სახელმწიფოდ სრული ასიმეტრია არის. მე რაღაც სამბობდით. და მე არა ხო და ანუ აღიარა პალესტინამ აღიარა ისრაელი, მაგრამ მიიღო ის, რომ 90-იან წლებიდან მოყოლებული, რომ ეგონათ რომ ოსლოს შეთანხმებით დაისროთ, ერთმანეთს რომ ჩაეხუტნენ იმ კლინტონის წინ რაბინი და არაფატი რომ არიქა გვეშველებაო, გაორმაგდა უკანონო ახალშენების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთოდ ფიზიკურად მოიშალა სივრცე იმისთვის, რომ რაიმე ტიპის ელემენტარულად წყობრი თანმიმდევრული ისრაელს აქვს მოშლილი მოლაპარაკებებისთვის ჰამასთან? ჰამას თავი დაანებდა. ჰამას 80-იან წლებში გამოჩნდა, მას მერე და დღეს მერე ჰამასთან გაქვთ ხო? დღეს კი ბატონო, მაგრამ ყველა ის პრობლემა, რომელიც და იქამდე არ ხოცავდნენ არაბები? ის პრობლემა, ისე როგორც ისრაელელები ხოცავდნენ არაბებს, ან რამდენი ადამიანი დაიღუპა მთელ ამ კონფლიქტში. ისრაელის ხარჯზე რამდენი პალესტინის ხარჯზე? ეფექტური არმია ყავს, იმიტომ რომ კარგად იცავს თავის მოქალაქეებს და ამიტომ მინდა რომ მან გაიმარჯვოს ზუსტად, ამიტომ მინდა რომ მან გაიმარჯვოს ზუსტად, რომ გაიმარჯვოს იმ ძალამ, რომელიც თავის მოქალაქეების სიცოცხლეს უფრთხილდება და ბომბებზე არ აძინებს, საკუთარ შვილებს. ახალშენების განაშენიანება ხდება ისე, რომ ამ მოახალშენეებს, რომლებიც არიან რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც სულ უფრო და უფრო მძალავრობენ მთავრობაში, ხელს უწყობს ჯარი. ოღონდ მათ არ აქვს კონტროლი ომზე. ოქტომბერს რა ხდებოდა? ომზე ხო არ არის მარტო საუბარი, ღაზაში რაც ხდება ცალკე ამბავია და ჩვენ მარტო ღაზაზე არც ერთი სახელმწიფო სახელმწიფოს იმდენ ჰუმანიტარულ დახმარებას არ უგზავნის, რამდენსაც ისრაელი. ისრაელს აქვს გაგზავნილი სადაც 90,000 სატვირთო 67 და 2 მილიონი ტონა დახმარება ახალშენები შენდება რაღაცა სულ უფრო და უფრო სწრაფი მასშტაბით. დღეს უკვე 700,000 პალესტინის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფი მოახალშენე გვაქვს. ანუ ჰამას ისრაელი არ უტოვებს მოლაპარაკების სივრცეს? არის ღაზაში.
ჰამასი არ არის იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, იქ ფაქტობრივი კონტროლი აქვს ისრაელის არმიას, საპოლიციო ძალებს. ანუ ეხლა კონფლიქტი ჰამასსა და ისრაელს შორის არის თუ რასა და რას შორის არის? რაზე მესაუბრებით? გეუბნებით იმას, რომ ჰამასი არ აძლევს მოლაპარაკების შესაძლებლობას. ანუ ჰამასს ისრაელი არ უწევს მოლაპარაკების შესაძლებლობას. ამის პარალელურად და რაც ხდებოდა აქამდე 2 წელი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე სალაპარაკოთ, ჰამასის კონფლიქტზე სალაპარაკოთ ხომ მოვედით ეხლა? არა, ზოგადად ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე. კი ბატონო, თქვენ რას მეუბნებით, რომ ეხლა ჰამას და კითხვა მაქვს 7 წლიდან კითხვა მაქვს მაჰმუდ აბასი არჩევნებს რატო ვერ ატარებს? მაჰმუდ აბასი 20 წელიწადზე მეტი. აღმოსავლეთ იერუსალიმი აქვს ოკუპირებული ისრაელს. თუ იმიტომ რომ ჰამასი მოიგებს, იმიტომ რომ საზოგადოება ჰამასი უნდა. თუნდაც, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ჰამასის პოპულარობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ყველანაირი გინ სამშვიდობო, გინ არასამშვიდობო გზა აბსოლუტურად მოჭრა. ანუ ისრაელმა მოჭრა 48 წელს სამშვიდობო გზა? მაგამდე მივალთ. მე გეუბნებით რა. ეხლა მაგამდე რაც ქვია მივხვალ, ასე დაიწყო ისრაელის სახელმწიფომ არსებობა 48 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ყოველჯერზე თუ გამაწყვეტინეთ, მე მგონი რომ უბრალოდ რაღაც ფორმა უნდა მიცეთ, ხო დისკუსიას, რომ თუ ეს ის ნაწილია, სადაც ერთმანეთს პასუხო. ხო და მე მაინტერესებს კითხვა, ანუ ჰამასი ისრაელს მოლაპარაკები, ჰამასს ისრაელი არ უტოვებს მოლაპარაკების სივრცეს? აქცენტს ვსვამ ეხლა ისრაელზე. ანუ იმ დარჩენილ მძევლებს ჰამასი იმიტომ არიშობს, რომ ისრაელი არ აძლევს ამის საშუალებას. მითხარით, ანუ კი ან არა მითხარით, ანუ ჰამასი კი ან არაზე თქვენ არ გამისასრულებთ, მე კი სვიტყვით თუ არა. უბრალოდ მაინტერესებს თქვენი პოზიცია რო გავიგო, ანუ და მაყურებელმაც რო გაიგოს, ანუ ისრაელს მოლაპარაკების სივრცეს, ისრაელი არ უტოვებს ჰამასს მოლაპარაკების სივრცეს, ხო? საქმე არის იმაში, რომ სანამ ჰამასი საერთოდ გამოჩნდებოდა, ყველა ეხა გამოჩენილია, ეხა როგორ გვარდება? ყველა ის სისტემური პრობლემა, აი ეს ანტისემიტები გაეროში, ძალიან დიდი ხანია 1967 წელს რო დაიკავა ისრაელმა ის ღაზა და იორდანის დასავლეთ სანაპირო. ანუ ვერ პასუხობთ ჰამასი უტოვებს თუ არა სივრცეს, ჰამასს აქვს თუ არა მოლაპარაკების სივრცე ისრაელისგან. ანუ ეს კითხვა მაქვს და ხო შეიძლება რომ მე გეუბნებით რას, რომ გაერომ ჯერ კიდევ 60-იან წლებში ხელი დაადო ყველა მიჩულინის ვაში ხო არ არის ეს გაერო მეკითხებით მარტივად იმ პრობლემ საერთაშორისო თანამეგობრობა სადაც არის ორგანიზებული და სადაც ძალიან დაბალი წარმოდგენის ვარ გაეროზე როგორც ორგანიზაციაზე გაერო ნანახი ყავს აფხაზეთში გაეროს უნარები ნანახი და ზოგადად გაეროს გამოძიება პალესტინის ტერიტორიაზე დაშვება რო ხდება მუდმივი გამონაკლისის დაშვება რო ხდება ისრაელზე ეს კიდევ უფრო არღვევს ამ სოფლიოში აი თანასწორობაზე მე გეუბნებით რას რომ სანამ საერთოდ ჰამასი გამოჩნდება და ეხლა როგორ ვაგვარებთ ჰამასზე რო გინდა ახლა როგორ ვაგვარებთ და ჰამასია ახლა ჰამასი იყოს პრობლემა არა აიათოლა ირანის რეჟიმი ძალიან სანამ ირანის რევოლუცია მოხდებოდა სანამ საერთოდ ეგეთი რაღაცები მოხდებოდა 70-იან წლებიდან და 80-იან წლებიდან მოყოლებული ანუ კიდევ ერთხელ ჩვენ ვართ დღეს და შარლ დე გოლი 1967 წელს რას ამბობდა დე გოლის ფანი არა დე გოლის ფანი უკაცრავად ანტისემიტი იყო შარლ დე გოლი დეგოლის ანტიამერიკანიზმი ანტიამერიკანიზმი აქ არაფერში არის საერთოდ 67 წელს ოკუპაცია მოახდინა ისრაელმა მისი პალესტინის დეგოლთან არის შუაში ანტიამერიკანიზმი იქვე თქვა ეს ხალხი ახლა იწყებს ოკუპაციას ამ ოკუპაციას მოყვება რეპრესია დევნა აყრა ყველაფერი უბედურება ამას უკვე მოყოლილია წინააღმდეგობა პალესტინასთან და ამას ისრაელელები უწოდებენ ტერორიზმსო მერეო და ნუ არ არისო ეს სამართლიანიო და ეს არის მოცემულობა ჰამას სამართლიანად იქცევა ესე იგი მაგას იძახით უბრალოდ ის პრობლემა ანუ ისრაელი უწოდებს ჰამას ტერორისტს თორე ისე არ არის ტერორისტი ყველ ძალიან ბევრი ვიღაცა უწოდებს ტერორისტს და კი ბატონო უწოდ მაგაზე ხო კი ბატონო თუ უწოდებს უწოდოთ მაგრამ მაგაზე ხო უწოდოთ არა თქვენ უწოდებთ თუ არ უწოდებთ არის პოლიტიკური ორგანიზაცია რომელიც იყენებს პოლიტიკური ტერორისტული ორგანიზაცია რომელიც იყენებს უსასტიკეს ტერორისტულ ღონისძიებებს იმიტომ რომ ტერორიზმასე ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებენ რუსეთსაც და ისრაელსაც უწოდებენ არა ეს ტერორისტული ორგანიზაცია ამაზე დგას ჰამასი ხო ანუ გასაგებია მაგრამ პლუს არის ძალიან დიდი გეთახმებით მაგრამ პლუს არის პოლიტიკური ორგანიზაცია ეგ არის მთელი ამბავი ხო რომ მარტო სამხედრო რო იყოს იმას მართლა აღმოფხვრით
ტერორისტული უარესი არის რა თქმა უნდა, მაგრამ მე მივიდოდი იქამდე და იმიტომ რომ ეს არ არის იმაზე რომ მე ჰამასს ვაправებ, არის იმაზე რომ სამწუხაროდ სანამ საერთოდ ჰამასი გამოჩნდებოდა 80-იანი წლების ბოლოს, სანამ ისლამიზმი აღზევდებოდა, მანამდე სეკულარული დემოკრატიული სოციალისტური ესა რა ქვია პალესტინის კათოლიკური ორგანიზაცია და რაც კი რამე რაზე საუბრობთ? იასირ არაფატზე საუბრობთ? ამ შემთხვევაში რომ სეკულარული იყო? მანამდე რაც იყო. ანუ მანამდე 48 წელს რა მოხდა? 48 წელს რა მოხდა? თავს არ დაესხნენ ისრაელს, როდესაც მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მე ხო, მოდი მაშინ წავიდეთ. იქ სადაც ხო, მიდით 48 წელს ახსენეთ არა, სიონისტები რომ ჩამოვიდნენ და იქ რომ არაბები ჯერ არ იყვნენ და მეერე ჩამოასახლეს რომ რაღაცნაირად აეწიათ ეს. ცოტა იყო. გადავამოწმოთ რამდენი იყო, იგივე რომ დაიწყო სიონისტური მოძრაობა, თვითონ უშუალოდ პალესტინის ისტორიულ ტერიტორიაზე რამდენი იყო არაბული მოსახლეობა და რა პროცენტული მაჩვენებელი იყო ადგილობრივი ებრაელების. ის რო კი ბევრად ხომეთი იყვნენ 3%, ნელ-ნელა მე რა თქმა უნდა გაიზარდა სიონისტური მოძრაობის წყალობით ევროპელი ებრაელების ამბობენ რომ დაუბრუნდნენ თავის სამშობლოს. ამბობენ რომ დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს. ერთადერთი რამაც ადგილობრივ ებრაელებთან, ისე როგორც ქრისტიანებთან, რომლებიც ასევე ხო პალესტინელები ქრისტიანებიც არიან, ხო? და იყვნენ 20% მაინც მაშინ, ჯერ კიდე ოსმალეთის იმპერიის დროსაც, ხო, მილეთის სისტემა რო იყო. მაშინ ებრაელებთან არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ისე ანუ 20-30-იან წლებში არ ყოფილა ებრაელებთან პრობლემა და ხოცვაჟილეტო არ ყოფილა. რომელ წლებში ლაპარაკობთ? ეს არის საფარი სიონისტური მოძრაობა, როდის იწყება? წინა საუკუნის და 19 საუკუნის ბოლოს. კი ბატონო, ამიტომ ჯერ ხა 30-იან წლამდე ძალიან შორი არის. პრობლემა არაბებს და პალესტინელებს დაეწყოთ მაშინ, როცა მათ ისინი მიხვდნენ, რომ რაღაცა პარალელური სტრუქტურა იქნება, რომელიც თან ბრიტანელების ხელშეწყობით, როცა უკვე მანდატის სისტემა შემოვიდა და ბრიტანელებმა სამანდატო დააარსეს პალესტინის. ანუ ეს უკვე ანუ როცა უკვე ოსმალეთის იმპერიის დაცემის შემდეგ 1922 წლის შემდეგ 1922 წლის. ხო, მაგრამ ნუ დრო წელს დაეცა ბრიტანეთის იმპერია. ოსმალეთის იმპერია ხო, მანამდე არის თელის მანამდე ოსმალეთის ტერიტორია კი, ანუ არ არსებობს მანამდე, არ არსებობს არანაირი პალესტინა არ არსებობს. მოცემულობა არის ის, რომ პალესტინა არსებობს, მაგრამ არსებობს პალესტინური ნაციონალიზმი, არსებობს ვუდრო ვილსონის გაგზავნილი კომისია 1919 წელს, რომელმაც უნდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციის ფარგლებში უნდა გამოერკვია, რომ აი ამ ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში რაც იყო ეს ტერიტორიები, რას ითხოვდნენ, იქ რას ვეკამათო უბრალოდ რომ მითხრათ, პოინტ გააკეთეთ. იქ პალესტინელები, რომლებიც გამოკითხეს, ამბობენ, რომ ჩვენ ებრაელთან პრობლემა არ გვაქვს არანაირი. ანუ 20-იან წლებში და 30-იან წლებში მოგონილია ის ყველაფერი. ეს არის ევროპული, ფაქტობრივად კოლონიზატორი, ძალიან მასე აღიქვამდა. იქ თუ არ ცხოვრობდნენ, არც ექნებოდა პრობლემა. ცხადია, ნათახმებზე არის ხოცვაჟილეტო, იქ 20-30-იან წლებში არ ხოცავდნენ ებრაელებს, როცა სახელმწიფო. ისე როგორც ებრაელებს ჰქონდათ თავიანთი მოდი ახლა ცოტა ხანი თამარასაც დავუთმოთ, იმიტომ რომ დიდი ხანია საუბარი. მე არ მინდა რომ დაჩაგრულად იქნოს თავი და ამიტომ არ ჩუმად. მოდი დავასრულოთ ცოტა ხანში. ეხლა რომ მე დავიწყო ლაპარაკი თქვენ დაჩაგრულად ხარ იგრძნობთ თავს. ევროპული თქვენ დაჩაგრულად ხარ იგრძნობთ თავს ისე. კი ბატონო, მაშინ ესე ვთქვათ, ხო? ანუ სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი რას ვეკამათო, იმიტომ რომ აი რაღაცა დაახვია, ვერ არც მესმოდა. ძალიან ღრმა ისტორია. არა, გავიგე და მე არა, ბოდიში. არასწორ რაღაცებს. არა, ბოდიში რამდენი ხანი გაცადეთ საუბარი ახლა. აი ეს რა ქვია სიმართლე ამ დროს და სიმართლე გითხრათ რა საკამათო ამ შემთხვევაში ჩემთვის ცოტა გაუგებარი არა არის ერთი რაც მე დავინახე რომ ცდილობს ჰამასის რაციონალიზაციას რეალურად რომ ჰამასი ებრაელების ბრალია საერთოდ რო არსებობს ანუ ეს გავიგე ანუ რეალურად ჰამასი არსებობს იმიტომ რომ ისრაელმა არ დატოვა სივრცე რომ ტერორიზმს არ იარსება და ეს არის ყველაფერი არის უბრალოდ ტყუილი იმიტომ რომ ისრაელს სახელმწიფო საერთოდ არ ქონდა როდესაც მას თავს ესხმოდნენ მას და საერთოდ რაზე ვსაუბრობთ ახლა ანტისემიტიზმი რო არსებობს და ებრაელიერი რო იდევნებოდა ეს ისტორიული მოცემულობაა ხო ჩვეულებრივი და ამისი უარყოფა არის შეუძლებელი და ის როდესაც იქ გაჩნდა ებრაული სეტლმენტები, ანუ რაც ქვია უბნები. ხო, დაიწყეს ჩასვლა და ხო ხშირად კიდე რაც მინდა რომ დავაზუსტო მაყურებლისთვის, რომ ანტისემიტი კი არა ვარ, ანტისიონისტი ვარ, რომ იძახინ ხო, მე გარი ანტისემიტიზმი, ანუ ისრაელის სახელმწიფოს
არსებობა არის, არსებობის მოძრაობა არის სიონიზმი. სხვა კი არაფერი არ არის, რამე რაღაცა ისრაელის სახელმწიფოს არსებობის ხო, არსებობა არის სიონიზმი. და ნებისმიერი ანტისიონისტი არის ანტისემიტიც, იმიტომ რომ შენ თუ ისრაელის სახელმწიფო ერთი აბსოლუტურად ერთი და იგივე ანტისემიტიზმია. ანტისემიტიზმია ჩვეულებრივი, ანუ მან ხო რას ქვია ებრაელების ნახევარი, ეგრე ფილიპე მახარაძეც ქართველი იყო და სერგო ორჯონიკიძეც ქართველი იყო, კაცო, რაზე მესაურებით? ქართველი ბოლშევიკები არ არსებობდნენ, ხო? ანუ ეს რაღაცა ისე ახშფოთდით, თითქოს არ არსებობენ, მაგერ ბიძინა ქართველი არ არის. ეს არა ქვია. ხო, ანუ ნახევარი ებრაელობა საცხადოდ ბოდიში დავასრულებ თუ შეიძლება ბოდიში და ნახევარი ებრაელები რამდენი არიან ებრაელები იცით საერთოდ? ერთ წუთს ვერ გავიგე ზუსტად რას ძახით თქვენ, ანუ ებრაელების ნახევარი ამბობს, რომ ეწინააღმდეგება ებრაელების ისრაელის სახელმწიფოს არსებობას. ისრაელში ეს ისრაელის სახელმწიფოს არსებობას არ ეთანხმება. ეგ არ არის ანტისემიტიზმი. ან თქვენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობას ეწინააღმდეგები? ეწინააღმდეგები, მაგრამ და როგორ ხედავთ ისრაელის სახელმწიფოს? მოდი თქვენი ლაპარაკეთ, რა მე გაჩვენდები, ეგრე არ გვინდა. ისრაელის სახელმწიფოს არსებობას როგორ ხედავთ? ანუ თქვენ თვლით? არ გვინდა ესე, გახვეწებით, მართლა არ გვინდა ესე, უბრალოდ ანუ რაღაცა რა არ გვინდა ეს? ლაპარაკეთ. ხო, გადამოწმოთ მოგიხსოვს ძალიან ბევრი არა რა ანუ 48 წელს ისრაელს თავს არ დაესხა არაბული სახელმწიფოები? მივედი სწორედ იქამდე. საკმაოდ ვერ მიხვედით. ვერ მივედი, იმიტომ რომ თქვენ დაიწყეთ მე-19 საუკუნის ბოლოდან და არაბები მე არ დამიწყეთ, თქვენ დაიწყეთ ისრაელის. მოდი, აი 2 წუთს მოგცემთ, 2 წუთს მოგცემთ, 1 წუთი სიტყვა, 1 წუთი მომენტი სიტყვა. 2 წუთს მოგცემთ და და რეალურად ისრაელი არ უტოვებს ჰამას მოლაპარაკებების სივრცეს, ამას იტახით. როცა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში უნდა შექმნილიყო ცალკე ებრაული სახელმწიფო, არაბები, სწორი იყო თუ არასწორი იყო, ამას თავით დავანებოთ. არაბები, პალესტინის ტერიტორიაზე ცხოვრები არაბები ამბობენ, რომ არ გვესმის, რატო უნდა მიენიჭოს ცალკე სახელმწიფო თან მხოლოდ ებრაელებისთვის მოსახლეობას, რომელიც ჩამოვიდა სულ რაღაც რამდენიმე ათეული წელია, ეს 30-იანი 40-იანი წლების დისკუსიები არის. მგონი უნდა ვაცადოთ. და 1957 წელს 30% იყო მთლიანი პალესტინის მოსახლეობის ებრაელობა. და თვითონ ბენ-გურიონი გინდა, ჟაბოტინსკი გინდა, ნეტანიაჰუს წინაპარი, ვინც არის იდეოლოგიური, ისინი თვითონ ამბობენ, რომ ჩვენ თუ გვინდა, რომ ებრაული სახელმწიფო ავაშენოთ აქ არის არაბული უმრავლესობა და ესენი რა თქმა უნდა წინააღმდეგობას გაგვიწევენ. თვითონვე ამბობენ ამას, კაცო, მე კი არ მოვიდა. ბოლოსკენ დაიყვანს და თამარასაც მივცეთ სიტყვა. დავასრულოთ 57 წლის გეგმა გაეროსი გაყოფის. ანუ 48 წელს დაესხა თუ არა თავს არაბები. არაბები მაგას იტყოდნენ აუცილებლად, როცა წლებია იქ ცხოვრობ, არ გაინტერესებს იმ წლების უკან მანდ ვინ ცხოვრობდა. ეგ ცხადია, მაგრამ ხო, მაგას ვამბობ ზუსტად. მოდი ახლა თამარას მივცეთ სიტყვა. კი, ეს თქვენც ანტისემიტი ხართ, აგერ დაადასტურეთ და თქვა ამას რო შეხედავს უკვე ვინც ანტისემიტიზმის რომელი სამუშაო ცნებით ყვილად გაყავთ დრო 3 წუთი დაგვრჩას სახელმწიფოს არსებობას ეწინააღმდეგებით ფაქტობრივად ჰამასის არსებობას ამართლებთ რეალურად და ისრაელს აბრალებთ რომ ჰამას მოლაპარაკების სივრცე არ დაუტოვა და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. მოკლედ მე გამარჯვებას ვუსურვებ ებრაელ ხალხს იმისთვის რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი დაედოს აი იმ რეგიონშიც. აი იმ რეგიონშიც რო ფასი დაედოს და აი ეს ყველაფერი უნდა დაიხოცოს. იცით რა არის? ომი არის ძალიან საშინელება, დრეზდენი რო არ დაებომბათ, ძალიან ძიმე შედეგები გვექნებოდა, ხო და ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა დრეზდენში. გეჭრებით, მაგრამ ჰამასმაც გაუშვა 5000 რაკეტა ერთდროულად და ასე გარიყო მისაღები. როგორ არის ზუსტად მაგაზეა? თქვენ ამბობთ რომ ისრაელი რომ კაცრად ექცევა მტერს ცუდია. ამას რო კარგად იცავს. ასევე ისიც ექცევა 60 წელი რო გრძელდება. ოკუპაცია არაფერს არ გრძელდება ისრაელის თავის ტერიტორიას. თავის ტერიტორიაზე თავს ესხმიან იმ ტერიტორიებიდან. თავს ესხმიან იმ ტერიტორიებიდან. ჩემი მოქალაქეები რომ დავეცვა საიდანაც თავს კანონებით რო იმ ტერიტორიას დავიკავებ. პალესტინელებს არანაირი უფლება რო არა. ჩემი და ჩემი ქმრის. არა, იმიტომ რომ არა, ერთი წუთი ამას ვერ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ამაზე მე პასუხი უკვე მოვისმინე პირველივე სპიჩში, როცა თამარა ამბობდა რომ იქ
ძლიერდებოდა ისრაელი, იმიტომ რომ რამდენჯერმე დაესხა მეზობელი სახელმწიფოების ერთობა ისრაელს და იძულებული იყო რომ გაეფართოვებინა თავისი ძალაუფლება და თქვენ ახლა ამას კითხულობთ. ამბობს რომ ეს არ ეთანხმება თამარ ჰააგას. არ ჭირდება თავისი უსაფრთხოების დასაცავად. მით უმეტეს რომ აწი მდგომარეობა არის ისეთი, რომ რაც უფრო აი ამ მილიტარისტული მიმართულებით წავა და რაც უფრო თან ეს ულტრამარჯვენა ძალები მოძრადებიან ისრაელში, მით უფრო მეტი საფრთხე შეიქმნება ისრაელისთვისაც, მით უფრო მეტი ჟლეტა იქნება ორივე მხარეს და მართლა არავის მომავალი არ იქნება. არა, ჰამასი ამოიძირკვება და ისრაელი გაიმარჯვება. დასავლური ცივილიზაციის ბურჯს ის დემოკრატიაც აღარ იქნება, იმიტომ რომ უკვე მოდით, რაც ახლა ხდება, იმაზე უნდა ვისაუბროთ. რაც ახლა ხდება, იმაზე ვისაუბროთ. ისრაელი არის მოდი ერთი წუთი მივცეთ თამარას და დავასრულოთ დრო. ამას მნიშვნელობა არა. ლუკა, ერთი წუთი მივცეთ. არაბი გეები ისრაელში ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და მე მხარს ვუჭერ იმ ცივილიზაციას, რომელიც მისი საზოგადოების წევრ ქალებს, ბავშვებს პატივს სცემენ. შეიძლება რომ დავასრულოთ. შეიძლება რომ დავასრულებინოთ. მე ძალიან მალე სასამართლო ხელისუფლების და დღეს რაც ხდება. მომავალში როგორ გამყარდება დიქტატურა ისრაელში, მაშინ როდესაც ჰამასი დღეს არსებობს, ხო? ეს უბრალოდ კომიკურად გამოიყურება, რა დაგიმართ, მე თქვენი წყენინება არ მინდა, მაგრამ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ისრაელის დემოკრატიაზე. მომავალში როგორ დაინგრევა ისრაელის დემოკრატია, ამაზე ან უკვე აღარ არის ისრაელის დემოკრატია და ვერ გადაირჩევს ნეთანიაჰუ. სასამართლო ხელისუფლების ავტორიტარიზმი მოდის, ეგ არის პრობლემა, რომ მე ესე იგი ჰამასი მაშინ იყოს ჰამასი. მაშინ იყოს ჰამასი. კარგი, დავასრულოთ. მაშინ იყოს, აბა ისრაელში შიგნით რა ხდება, რა მნიშვნელობა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან მიმართებით. 5 მილიონ პალესტინელზე აქვს სრული ბატონობა. ეს არის მეგობრებო, უნდა დავასრულოთ. ეს არის სრული ეხლა უნდა დავასტოპოთ ცოტა ხანი, თორე ცოტა ხანი გავჩერდეთ ყველა. მადლობა საინტერესო დისკუსიისთვის. ჩვენ გადავდივართ შემდეგ ბლოგზე, რომლის დროსაც მე ვეცდები, რომ კითხვები დავუსვათ თითოეულ რესპონდენტს არა მოდებატეს უფრო და შემდეგ ექნებათ კითხვის მერე უშუალოდ თქვენი პასუხისთვის 5 წუთი. მოდი, თამარ, ჯერ თქვენ კითხავთ. მე პირადად მაინტერესებს ესეთი რაღაც, რომ როგორც ვიცით, საკმაოდ თქვენი ლოპარაკიდან გამომდინარე, საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო არის ისრაელი. არ ვიცი, მე პირადად ვაღიარებ სახელმწიფო ბოდიში თუ ვწდები რამეში. კარგი. საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო არის ისრაელი, თუმცა როცა ესეთ ომში არის ჩართული, ამდენი ხნის განმავლობაში ამ ხანგრძლივობის ომში და კონფლიქტშია ჩართული, ბუნებრივია რომ ან სპეციალურად იზამს რამეს ცუდად და უხეშად, ან გადაცდომა ექნება, ან ომის დანაშაული შეიძლება ფაქტია რომ ამბობენ რომ ომის დანაშაულებს ჩადის და გენოციდამდეც კი მიყვავს საქმე. მე მაინტერესებს ესეთი რაღაც, რომ როდესაც სახელმწიფო არის ესეთი ძლიერი, არ შეუძლია რომ წინასწარ განსაზღვროს ნაკლები სირბილით მოეკიდოს მტერს. უიცით აკეთებს ისრაელი იმისთვის რომ ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლი მე ვიცი რომ ეს წლის 1000 ადამიანში პატიმარში ის აგზავნის ტექსტურ შეტყობინებებს ევაკუაციის შესახებ, როდესაც სამხედრო იმის, იმიტომ რომ თვითონ ჰამასი ხო როგორი ძალა ის არის მაშინ რა ქვია სამოქალაქო იმაში მთლიანად შესული ხო ის ხო არ არსებობს რაღაც ცალკე რაღაცა სამხედრო ბაზები ხო არ აქვს ან ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის ლამის საკუთარი შვილებს ძინავთ იმაზე იმიტომ რომ თვლიან რომ კარგია თუ აი ამ წმინდა მისიისთვის დაიღუპა მისი შვილიც და სადღაც მოხდება ხო ეს არის რეალურად მთავარი პრობლემა და ეს არც ერთი სახელმწიფო იმდენს არ აკეთებს რომ მტრის სამოქალაქო მსხვერპლს მოუფრთხილდეს იმიტომ რომ ეს პირდაპირ ურტყავს მას მის ეროვნულ ინტერესებს ანუ კეთილია და იმიტომ აკეთებს ამას მეთქი და იმ შემთხვევაში რას ვიტყვით აი როცა მართლა დასახლებებს აი ღაზიდან რო გამოვიდეს და იქ იყო ერთი შეცდომაც იყო როდესაც და ისრაელს ის განასხვავებს ყველა სხვისგან რომ თვითონ ვეაღიარებს ამას ხო რეალურად როდესაც ესეთი არა მე გულისხმობ ანუ იქ რაღაც რო ისროლა და ანუ არ აღმოჩნდა ტარგეტი ახალ მოახალშენე რატო გაჩნდა ანუ არ შეიძლება რომ შეგვიძლია აი ამ კითხვას ესეც მაინტერესებდა და ბარემ უპასუხოთ ახალ დასახლებებს რო აშენებდა და აფართოვებდა თავის ტერიტორიას ნაწილობრივ გამოიყვანა 2005 წელს გამოიყვანა ყველა მოსახლე არ ნახეთ კი როგორ არა მაგრამ გარედან მაინც იცავდა და მე კონტროლს მაინც ყველაფერს რამე და დამშვიდი და რამენაირად სიტუაცია
დამშვიდი და რამე. მოდი ეს თამარას ვადროვოთ ამ შემთხვევაში კითხვაზე პასუხის დრო. თქვენ დროს ანუ თქვენ რა გინდათ მითხრათ რომ ეს რაღაცა ახალ სახლობების გაწევა რამენაირად ისრაელის სახელმწიფოს აღიარებას ან არაბული სახელმწიფოების მორჯულებას იწვევს. თუმცა შეიძლება ოკუპაციის ბრალი დავდოთ მაგ შემთხვევაში, რადგან ამ დასახლებებს მის სხვა ტერიტორიაზე ამრავლებს. აი ამაზე რას გვეტყვით? მის ტერიტორიას იცავს. მის ტერიტორიას მაშინ რუსეთიც იცავს მის ტერიტორიას იცავს. ოკუპირებულის ანექსია. მათ შორის და 2005 წელს ჩვენ ყველას გვახსოვს, ანუ მახსოვს ის კადრები და მახსოვს ის წინააღმდეგობა ხასიდები რო აყარეს და გამოყარეს აიმემედან რა მოიტანა ამ ყველაფერმა, რამენაირად შეცვალა ვერ შედება. არ შეუძლია. ხო, არაფერი. აქედან გამომდინარე ისრაელი იცავს თავკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას. და ამ ლოგიკით როდის უნდა დაასრულოს მაგალითად ახალი ანუ ჰამასის განადგურებამდე, ანუ სხვა გზა არ აქვს. და თავის ტერიტორიის გაფართოებით ამას მოახერხებს. მაშინვე იგივე თავის ტერიტორიის გაფართოებით არა უსაფრთხოების უზრუნველყოფით და უსაფრთხო კალის გაკეთებით თავისი ტერიტორიების გარშემო. ანუ არ არის ისრაელისთვის პრობლემა იმ ხალხის გარეთ გამოყვანა და ჩვენ ეს ნანახი გვაქვს მეთქი. მაშინ როდესაც თვლის რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ვერ ხდება ხო ეს? ანუ ვერ ისვენებენ. და 1300 ადამიანი გაჟლიტეს არაფერი სრულიად მშვიდობიანი ადამიანი, მათ შორის ისინი, რომლებიც აგერ ნეთანიაჰუს ოპონენტები იყვნენ და ღაზას რაღაცა უფლებებისთვის იბრძოდნენ თუ ღაზა მშვიდობისთვის და ღაზაში მშვიდობისთვის, ხო? ის ხალხი დახოცეს. იმიტომ რომ რეალურად ეგეთი საზოგადოებაა და ვწუხარ, ანუ რო არ ჩათვალოთ რომ რაღაცა ან რაღაც კონკრეტულად ვიღაც რომელიღაც კონკრეტულ ერს ვერჩი ან რაღაცა, ანუ მე ვთვლი რომ ქართველი ხალხი უვიზოს წართმევას არ იმსახურებს და ეგეთ სისულელებს რო ყვირიან, მე ამაზე მეცინება. გამომდინარე იქიდან რომ ქართველ ხალხს განასახიერებს ის რეჟიმი, რომელიც გაგვასახიერებს. თუ გვინდა რომ ვიმსახურებდეთ იმ რუსებს არ აქვთ უვიზო. ანუ რადგან ჰამასს ირჩევენ, ვეღარ გებრალებათ თაური მოსახლეობა. ეს საზოგადოების პრობლემა, ბუნებრივია ნაცისტური გერმანია რო არსებობდა, იმ გერმანელების ისრაელი რო ესეთი დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფოა, თავისი მათი ჰამასის მაგივრად რომ იზრუნოს. ზუსტად იმიტოა დემოკრატიული, იმიტომ ახერხებს თავისუფლების დაცვას, რომ თავს იცავს ველურებისგან. აი ამას იმიტომ ახერხებს. ან თქვენ პოზიციის მიხედვით ისრაელი ბევრად უფრო მეტ დანაშაულს ჩაიდენ და რომ არ იყოს ფრთხილად და არ ზრუნავდეს. არა, დანაშაული არ არის, საერთოდ არანაირ დანაშაულს ისრაელი არ ჩადის. არანაირ თავის დაცვა არ არის დანაშაული. იქ ცალკეული რაღაცა და ომის გადაცდომები რაც არის, ამას თვითონვე უკეთესად გამოიძიებს, ვიდრე ნებისმიერი რომელი არაბული სახელმწიფო გინახავთ საკუთარ ომის დანაშაულებს რო იძიებდნენ. ხო, ისრაელი არის დემოკრატია, ისრაელს შიგნით ყავს ოპოზიცია, თვითონ ოპონენტები გამოიძიებენ ჯერ მარტო ამ ყველაფერს, ხო? ანუ და ისრაელში არის თავისუფალი სასამართლო. ეს არის ესე. ნუ ყოველ შემთხვევაში ბოდიში ახლა ტრამპიც იცავენ რომ დემოკრატია დაანგრია ამერიკაში, მაგრამ მე ხო ამას არ დავეთანხმები, ხო ახლა მარტში გაიტანა გაგანია. დრო მეგონა რომ გაიტანა. კი ბატონო, განუ მოვჩე. არა, გააჩეროთ არ შეიძლება. აუ ხო რა გთხოვთ, მართლა ვერ გაჩერე. აგაკრათ რამე თუ ვერ აჩერე. აუ ეგეთი კომენტარები არ გინდა გთხოვთ. ხო, ჩემ დროში ხო შეიძლება რომ გაჩერდეთ. ხო, აი მართლა გთხოვთ რომ მე მგონია რომ პატიოს ორდერია. თქვენ გექნებათ ლუკა, თქვენ გექნებათ 5 წუთი. ლუკა, თქვენ გექნებათ 5 წუთი და შეგიძლიათ მე დარწმუნებული ვარ ის გადამოწმებასაც გთხოვთ. თქვენ იცით სწორი ინფორმაცია. აი ცოტა თავს დაადანე. თამარ გთხოვთ. თქვენ დარწმუნებული ვარ, რაზეც გოგნებით რომ ინფორმაცია გადამომწვათ, თქვენ გეცოდინებათ სწორი ინფორმაცია, თუ გინდათ რომ ეს დაფიქსირდეს, თქვენ დროის განმავლობაში შეგიძლიათ თქვათ, ხვის დროს პატივიცეთ, იმიტომ რომ დებატი აღარ გამოდის ხარისხიანი. თუ ეს შესაძლებელია, შეიძლება? შესაძლებელია. თამარ, რადგან დრო გავიდა, თუ რამე გაქვთ დასამატებელი, შეგვიძლია 2 წუთით მოგისმინოთ. კი ბატონო, ხო, მოკლედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ისრაელი ამ შემთხვევაში იბრძვის საკუთარი თავის გადარჩენისთვის. ისრაელი არის დემოკრატია, ისრაელი თუ რამე დანაშაულს ჩაიდენს, მას ხავს ოპოზიცია, რომელიც ამის გამო მას გააკრიტიკებს და ამ საქმეს სასამართლოში წაიღებს და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ეს არის მთავარი განსხვავება და მე ამ ცივილიზაციის გამარჯვებას ვემხრობი და ის, რომ ისრაელი რაღაცა იქ სამოქალაქო მსხვერპლს არ უფრთხილებს, ეს არის სრული აბსურდი. ყველაზე დიდ ძალისხმევას ცივილიზებულ სახელმწიფოებს შორის რომ ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლი იყოს დებს ისრაელი, იმიტომ რომ ისრაელის წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი ეგ არის.
ისრაელით იარაღით ვერ ერევა ჰამასი. ისრაელს ერევა აი ამ ხალხით რა ზუსტად რომელიც ჰამასის არსებობას ამართლებს რეალურად, ხო? და ეგ არის მთავარი იარაღი ისრაელის წინააღმდეგ და ამიტომ ისრაელი ძალიან უბრალოდ რაც არ უნდა გააკეთოს ისრაელმა, მაინც იგივეს იყურებენ. ამიტომ ნეთანიაჰუს ეს გადაწყვეტილებაც რომ არ მიაქციოს ამ ყველაფერს ყურადღება, იმიტომ რომ რაც არ უნდა ქნას გამოასახლა ის ხალხი იმიდან რა ქვია, ხო? მაინც იგივეს უბერავენ, ხო? ამიტომ უყურებს ამას რომ მისი ეროვნული ამოცანებისთვის რაც არის მნიშვნელოვანი იმას აწובה ბოლომდე და ეხლა ორი გზა აქვს, ხო? ერთი რომ ჰამასის არ განადგურება ბოლომდე გამოაცხადოს იმათ რა ქვია, გამარჯვებად და ეს სწორი არ არის, იმიტომ რომ ის ჰამასი 5 წელიწადში, 7 წელიწადში ისევ დაარტყავს და მეორე არის დაიკიდოს ეს ყველაფერი რაც მის გარშემო მოხდება, ეროვნულ ინტერესებს მოემსახუროს, მიაწვეს ბოლომდე იმ 25%-დანაც განდევნოს ჰამასი, გაანადგუროს მთლიანად მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა და ამის შემდეგ ისაუბრონ მშვიდობაზე. მადლობა. ლუკა, ეხლა თქვენთან გადმოვალ კითხვაზე, მე კითხვას დაგისვამთ და თქვენ ამ კითხვაში შეგიძლიათ გაერთიანოთ თქვენი პასუხიც და ასევე მანამდე თუ გქონდათ სათქმელი რამე ისიც. ესეც რაღაც მაინტერესებს, თქვენ ვიცით რომ მედია სწორად ვიცი რომ ჰამასის გაცხადებული მიზანი არის ის რომ ებრაელების სახელმწიფოს, ისრაელის სახელმწიფოს ამოძირკვა და არაპირებენ გაჩერებას, მანამ სანამ ამ სახელმწიფოს არ გაანადგურებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მშვიდობის მხარეს ხართ და გინდათ რომ მშვიდობიანად მოგვარდეს ეს კონფლიქტი, მაგრამ თქვენ მის მხარესაც იჭერთ. ის ხალხი იცავს იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ არ გაჩერდება, მან დაასრულებ და მე მითხარით. არ გაჩერდება მანამ სანამ არ გაანადგურებს ისრაელის სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში როგორ ლაგდება ლოგიკურად, რომ თან იცავდა პალესტინელ ხალხს, რომელიც ირჩევს ჰამასი ამბობდეს, რომ არ გაჩერდება და მშვიდობას არ მოაწერს ხელს, მანამ სანამ არ გაანადგურებს ებრაელებს სახელმწიფოს, ისრაელის სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში მაშინ გამოვა, რომ ებრაელი ხალხის გენოციდს შევესწრებით ისევ და თქვენ თუ ამბობთ, რომ პალესტინელი ხალხის გენოციდი ცუდია, ასევე ცუდი იქნება ებრაელი ხალხის გენოციდი. აქ როგორ ლაგდებით, აი ეგ მაინტერესებს. ისრაელის მთავრობაში დღეს არიან წამყვანი ძალები, რომლებიც ღია ტექსტით, თავად დავანებოთ ჰომოფობიას და ასე შემდეგ, ღია ტექსტით ამბობენ, რომ სრული ანექსია მთელი პალესტინის ფეხებზე კიდია საერთაშორისო სამართალი, რას ამბობს? მანამ სანამ ჰამასი არ განადგურდება და არა პალესტინა. პალესტინელები. არა ჰამასი. ის რომ ქალბატონმა თამარმა რო თქვა, რომ ისრაელელ პოლიტიკოსებს მაღალჩინოსნებს, ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრს, პრეზიდენტს არ უთქვამთ რამე ისეთი, რაც მიანიშნებდა გენოციდურ განზრახვაზე, ეს სპეციალურმა, ანუ მთავარმა, ყველაზე პრესტიჟულმა ებრაულმა ისრაელურმა პრესტიჟულმა ყველაზე ხმამაღალმა, მაგრამ პრესტიჟი გიყვართ მემარცხენე? არა, სარი, ძალიან წონიანი არის, გაეროშიც სიტყვა ეთქვის და ყველა სიტყვა ეთქვის, მაგრამ ყველგან ანტისემიტები არიან, გავიგეთ ეგ, ხო. და ერთიც მოვთქვა, რომ რა თქმა უნდა, დიდი ბოდიში თუმე ამდენ დროს იმაშობოდი, ვიკავებდი, მაგრამ რაღაცა შეურაცხყოფის ის დონე, რასაც მე ვიღებ, გონი ეს დროის წარქმევაც არ იმსახურებდა ესეთ მოპყრობას, მაგრამ ალბათ ეს შეურაცხყოფა მოგაყენით ბოდიში. ძალიან ესეთი უხერხული ბოდიში თუ თავი გზენ შეურაცხყოფილა, მიზეზი შეურაცხყოფილა, გამიზნული არ ყოფილა ჩემ დროში. იქით ბოდიშს რო წავიღე. მე შეხედეთ როგორ მოთხოვნებით გისმენთ მე. ეხლა ვეცდები, რომ ანუ გადავამოწმოთ ეგეც ქონდათ თუ არა ისრაელის წამყვან პოლიტიკოსებს, რომლებიც სწორედ ომის წარმოებაზე არიან პასუხისმგებლები, ქონდათ თუ არა დაწყებული 2003 წლის ოქტომბრიდან აქამდე აქ თუ არა და მე მით უმეტეს კაბინეტის წევრებს, პარლამენტის უმრავლესობის წევრებს და ასე შემდეგ, ხო? აქ თუ არა ხოლმე გენოციდური განზრახვის შემცველი. არა, მაგაში ამ შემთხვევაში, აი ეხლა მე ამაში არ გეწინააღმდეგებთ. კარგი, აწყობდეს გენოციდს ისრაელი. მაგრამ მეორე მხარეს ჰამასი ამბობს, რომ სანამ ისრაელის სახელმწიფოს არ გავანადგურებ, მანამდე არ გავჩერდები. თქვენ თილობთ, რომ მე წარმოვაჩინე როგორც ხარე. მე თავიდანვე ვთქვი, რომ აქ ხარ ჰამასის მხარდამჭერი. აქ არ არსებობს. თქვენ ხართ ჰამასის მხარდამჭერი. ორივე მხარე არის მისული ისეთ მდგომარეობამდე, რომ ერთმანეთის ჟლეტის იქით მართლა პოლიტიკური გეგმა აღარ არსებობს. ძალიან დეზორგანიზებული არის ისრაელში ის სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც უჭერდა მხარს მას სამშვიდობო პროცესს და მარტო ჰამასმა კი არ გაჟლიტა იქ ღაზას გასწვრივ რო ცხოვრობდნენ კიბუცებში სამშვიდობო აქტივისტებსაც ხაზად გამოყავდათ ხოლმე ავადმყოფი პაციენტები, რომ ისრაელის
ემეებში ემკურნალთ, იმიტომ რომ ბლოკადა აქვს მოწყობილი 2005 წლის მერე ისრაელს და ყველანაირი ინფრასტრუქტურა, ყველანაირი ყველაფერი ჰუმანიტარულ მინიმუმზე არის, მას მერე რაც 2005 წელს. ამ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს და ყვება არის. საუბარი არის იმაზე, რომ ორივე, არა, იმიტომ რომ ძალიან ერთხელ ვეცადე დაზუსტებას, მაგრამ ძალიან ვერ გიპასუხებთ ესე, რომ ანუ რას გულისხმობთ, რომ ესე იგი მე შეიძლება ვემხრობოდე ებრაელების გენოციდს. საუბარია იმაზე, რომ მხარესაც ემხრობით, ის მხარე მაგას ემხრობა და ეგ არის მათი მიზანი. ისრაელის მხარესაც ვამბობ, რომ თავრობაში სხედან ადამიანები, რომლებიც დღიდან არა მარტო ამ კამპანიის დაწყებისა, გენოციდი ჩემთვის ორივე მხრიდან მიუღებელი უბრალოდ ისრაელი გენოციდ არ ჩადის. და თქვენ ვერ ნახავთ, რასაც აბრალებენ იგივე თავდაცვის მინისტრ და ნეთანიაჰუს, რომ თითქოს ისინი გენოციდურ განცხადებებს აკეთებდნენ და იქ ნიუ-იორკ ტაიმსში ოპედი გამოქვეყნდა ერთი ხორავიცი, აღარ მახსოვს რა ვიცი ზუსტად გვარი, მაგრამ ოპედი გამოქვეყნდა, არც ის არ არის გენოციდური ასეთის განცხადება. გავაგზავნოთ უკან. ვამბობთ იმას. მაგ ფაქტ ჩეკინს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ საკამათოა გენოციდი. გენოციდს აწყობს თუ არა მაგას ვერ შეერთებული არ აღიარებს ჰაგისაც, რატომ ისი რატომ ამერიკა მოდი დავასრულებ იმას. ყველაზე პრესტიჟული განცხადი ორგანიზაცია პრინციპი Amnesty International, Human Rights Watch, საერთაშორისო სამართალი არ გვაინტერესებს. თავიდან ბოლომდე ანტისემიტიზმია. თავიდან ბოლომდე ანტისემიტიზმია, გავსებულია ეგ ორგანიზაციები, მემარცხენე მავნებლებით, რომლებიც დასავლურ ცივილიზაციას ებრძვიან პირველ რიგში აი ამ ანტისემიტიზმით. მოდი, ერთ წუთს დაგიმატებთ ლუკა და ბოლომ დაასრულოს და გადავიდეთ გავსებულია მავნებლებით. გავსებულია მავნებლებით და კითხვაზე მე პასუხს არ და ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ ანუ ძალიან უხერხულად არის დასმა, ძალიან დიდი. უხერხულად მე მგონია რომ კრიტიკული კითხვაა და მაგიტომ დავსვი რომ კი კრიტიკული კითხვაა. ყველა მე რო ვახსენე გაერო გინდა თუ ვინც გინდა ვინც ანტისემიტია. გაერო და კრემლი. მაშინ რა ვიცი თუ ანუ ჩემი ებრაელი მეგობრები ვინც თქვი რომ როგორც ძალიან ბევრი ემიგრაცია აი მე რა შეიძლება ჩემი ებრაელი მეგობრები მყავს 10 წლის წინ 10 წლის წინ თამარ დავასრულებ ებრაელი მეგობრები გასაგებია ლუკა მე იცით რა ვერ გავიგე გასაგებია რომ თქვენ დადასტურებულად იცით რომ ეს არის გენოციდი ჩვენ დადასტურებულად ვიცით რომ ამი ჰამასის მიზანი არის ის რომ ამოძირკოს ისრაელის სახელმწიფო ესეც გაცხადებულად ვიცით იმის და მიუხედავად რომელი მხარე რას ამბობს ხო და ჰამასი რას ამბობს იმის და მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამბობს რომ ვინ არის საერთაშორისო საზოგადოებრიობა? გაეროში ვინც არის ორგანიზებული? გაეროა საერთაშორისო საზოგადოებრიობა. ვოლტერ რასელმინი არის საერთაშორისო საზოგადოებრიობა. სასამართლო ები. კარგი, დავასრულოთ. თავის, არა, უნდა დავასრულო მეც რასაც ვამბობ. ერთი წუთიც მოგიმატებთ და კიდევ დაგიმატებთ და დავასრულოთ. ძირი არის ის რომ 60 წელი არ შეიძლება ოკუპაცია გრძელდებოდეს, ოკუპაცია რომელიც არის არალეგალური საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ჩვენ თუ ისრაელის ოკუპაციას არ ვეძახით არალეგალურს, მაშინ იგივე კანონით რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია რო ითვლება რომ არალეგალურია, მაშინ მაგასაც საქართველოს არავის არ დასხმია თავს, ბოდიში მომითხოვია. საქართველოს არაბული სახელმწიფოები ისრაელს თავს დაესხნენ, საქართველოს უნდა დავასრულოთ ეს რა პარალელებს საერთაშორისო სამართლი. ეს რა პარალელს საერთაშორისო არსებობს კაზუსბელი საერთაშორისო კარგი, დავასრულოთ კაზუსბელი საერთაშორისო სამართლი. უსაფრთხოების დასაცავად არ ჭირდება, არაფერში არ ჭირდება ისრაელს. ეს არ არის ეს მხოლოდ ისრაელის გადასაწყვეტი საერთაშორისო სასამართლოს წევრები არ დაიხოცებიან ჰამასის თავდასხმის შედეგად. ისრაელის მოქალაქეები იხოცებიან. იმ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც შეიქმნა იმის გამო, რომ ებრაელებმა განიცადეს ჰოლოკოსტი, ადამიანის უფლებათა კონვენცია, გენოციდის პრევენციის კონვენცია, ჰააგის სასამართლო და ლუკა, მოდი დავასრულოთ და შეჯამებისთვის გვექნება. რაღაც ავტორიტეტების ჩამონათვალს ატარებთ რა აზრი ვერ გაქვს. ავტორიტეტია ცივილიზაციას რა. ანუ ვერ გავიგე. დავასრულოთ. ამას გავწყვეტ, ამოვჭრით, ვსო. გადავიდეთ ჩვენს ბოლო ეტაპზე, რა დროსაც მოდებატეები შეეცდებიან რომ შეაჯამონ მთლიანი თამაში და დაგვისაბუთონ რატო იყო მათი მხარე უპირატესად ამ დებატში. თამარ, შეგვიძლია თქვენგან დავიწყოთ 2 წუთი გვაქვს დრო. კი ბატონო, მე დამწუხვარ, რომ საქართველოში, ქართულ უნივერსიტეტებში ასწავლიან ანტისემიტები. ძალიან მწუხვარ, რომ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერები და გამმართლებლები შედიან ქართულ სტუდენტებთან. ზოგადად აკადემიის პრობლემაა. აი ეს რაღაცა ულტრა მემარცხენე რეალურად რუსეთის
და ყველა ავტორიტარული რეჟიმის სასარგებლო იდიოტებით როა სავსე, ის რაც ხდება დღეს ამერიკაში, მე ამას სასარგებლო იდიოტი პოლიტიკური ჟარგონია შეურაცხყოფელი არ არის, არ უნდა მიიღოს არავინ შეურაცხყოფად. მე მივესალმები, რაც ხდება დღეს შეერთებულ შტატებში, მათ შორის აი აკადემიის მიმართულებითაც, იმიტომ რომ ძალიან ღრმა პრობლემა შეიქმნა, რეალურად ჩვენ ვართ ჩვენ ეხლა მთელი ამ ხნის განმავლობაში უსმენდით გამართლებას იმისას, როგორ უნდა აღიგავოს პირიდან მიწისა სახელმწიფო, ანუ იერუსალიმიდან უნდა ებრაელების განადგურება, ანუ რეალურად ამას უჭერს მხარს, ხო? და ეს არის ძალიან ღრმა პრობლემა ბუნებრივია და ძალიან მე მგონი, რომ ფაქტებით ამისი გამყარება არის შეუძლებელი. მე აქ ვსაუბრობდი ფაქტებით, ვსაუბრობდი 58 წელზე, ვსაუბრობდი შემდეგ თავდასხმებდებს, ვსაუბრობდი იმაზე, რატო ჭირდება ტერიტორიების დაკავება, იმისთვის, რომ შემდეგ თავი დაიცვას და თავისი მოსახლეობა დაიცვას, ვსაუბრობდი იმაზე, რა ხელმსხვერპლი მიიღო, ხო და ეს ჩემი ოპონენტი რაზე საუბრობდა, მე ვერ გავიგე გარდა იმისა, რომ ჰააგა და გაერო. ამიტომ იყო ჩემი, რავი, დანარჩენი ამ გადაწყვეტოს, რა მე ამბავი მომყევი და ჰააგა და გაერო რა არის, არ ვიცი. მადლობა. ლუკა, თქვენც გაქვთ 2 წუთი, შეგიძლიათ რომ შეაჯამოთ მთლიანი დებატი და გითხრათ რატომ მიყავით უპირატეს მდგომარეობაში. სწორედ საგარეო კონტექსტში მგონია, რომ ჰააგა და გაერო ეს ხელწამოსაკრავი არ არის, იმიტომ რომ ჩვენი кейსიც, ჩვენი საკუთარი ოკუპაციების кейსიც გადის მაგ ორგანიზაციებზე, მათ შორის ყველა მაგ რაღაცა ხელზე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ პრობლემაც ეგ არის, ხო, რომ ეგეთი სუსტი რო არის ეგ ორგანიზაციები, აი ეს რაც ხდება ისრაელში, მთელი სამყაროს ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის საჩუქარი, პუტინი, სი ძინპინი და ვიღაცეები ამბობენ, რომ აგერ ბატონო, ისრაელი ხო არ ღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, აგერ უკვე 60 წელია და ყურს არ იბერტყავს არავინ. საბაბი ჭირდება პუტინის გასამართლება. მარტო დასავლეთს ვინც უნდა რომ გაასამართლოს იმას ასამართლებს, მილოშევიჩი, პუტინი, ვიღაც აფრიკელი დიქტატორი შეიძლება, მაგრამ თავისიან ვინც მიაჩნია არის პუტინის არსებობაც ისრაელის ბრალი ყოფილი. არა, უბრალოდ მყარდება კონსპირაცია, მე ანტისემიტიზმი, მასონები, ებრაელი. მყარდება. საბჭოთა პოსტერები მახსენდება ეს ებრაული კუდები ვარ და ატომურ ბომბს რო გეყარდება. თორე კიდე დროის დამატება მოგვიწევს და ძალებს რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმას, რომ არსებობდეს რაღაცა მსოფლიოში საერთო საზიარო თანასწორ უფლებიანობაზე დაფუძნებული წესრიგი. საბჭოთა პოსტერი მახსენდება. ეს პალესტინა და ისრაელი რატო არის დღეს ესეთი ცხელი თემა? მაშინ როცა სუდანში, კონგოში რამდენი პრობლემა არის, ხო? მარტო მან ხო იმიტომ დემოკრატიული სახელმწიფო ამში ჩართული. იმიტომ რომ აქ იტესტება მართლაც უნივერსალური. არა, დემოკრატიული სახელმწიფო ამში ჩართული უბრალოდ. ის რასაც დასავლურ ღირებულებებს. მე მგონა კითხვა დამისვა. მართლა გავრცელდება თუ არა ყველაზე, მართლა განისჯება თუ არა ყველა ერთნაირად ამ სოფლიოში. ნეთანიაჰუ იქნება ეს პუტინი თუ ვიღაცა და თუ ეს არ მოხდება, ჩვენთვისაც ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ რომ მაშინ მართლა გამყარდება ის მსოფლიო წესრიგი, რომელშიც მარტო ძალა არის. სადაც ისრაელს შეუძლია თქვას, რომ მე არ მაინტერესებს ეს მთელი რეზოლუციები და ესენი, ვიკავებ რა იერუსალიმს, რომლის მარტო დასავლეთ ნაწილი მეკუთვნის კანონით და მე ვეღონთ ვიკავებ აღმოსავლეთ იერუსალიმსაც და მთელ მერე იორდანის დასავლეთ სანაპიროს და არ მაინტერესებს შენი გაერო, არ მაინტერესებს არაფერი. და ესეთი სოფლიო არანაირად არ გვაწყობს ჩვენ და არც ის დემოკრატია არ გვაწყობს, ანუ არ ვიცი თქვენ ისრაელს თუ მიიჩნევთ სანიმუშო დემოკრატიად მივიჩნევ. რომელიც თქვენ არ მიიჩნევთ. 5 მილიონ ადამიანს ამყოფებს ოკუპაციის რეჟიმის. კი, დემოკრატიად მივიჩნევ. დემოკრატიად მივიჩნევ, რომელიც საუკეთესოდ იცავს თავის მოქალაქეებს იმ უდიდესი საფრთხისგან, რის ალყაშიც არის მოქცეული და კარგი, დავასრულოთ. გამარჯვება ისრაელს. გამარჯვება ისრაელს და თავისუფლება პალესტინას, იმიტომ რომ მაგის გარეშე არც ისრაელს არ უწერია გადარჩენის. გასაკვირველია თავისუფლება პალესტინასაც ჰამასისგან. ჰამასისგანაც და ჰამასისგან და ტერორისტებისგან და საზოგადოების ვისურვებდი, რომ გაეროს რეზოლუციაში 55%-ის ნაცვლა ცოტა უფრო ნაკლები მიეცათ, იქნებ დათანხმებულიყვნენ და აღარ. არ შეიძლება ეგრე იგივე. კარგი, ეხა ვეღარ გავწევ. მადლობას გიხდით ორივე თქვენგანს მოსვლისთვის. ესეთი ცხარე კამათის გამართვისთვის და დებატებისთვის ეჭვარ მეპარებოდა, რომ საკმაოდ რთული იქნებოდა ამ დებატების მოდერატორობა, ვეღარ დავასრულე წინადადება, იმიტომ რომ ძალიან
ძალიან რთული თემა და არ არის ესეთი ობიექტურად შესაძლებელი, როგორც შეგვიძლია რუსეთზე ვთქვათ, რომ აგრესორია და მან დაიწყო ომი. ერთ მხარესაც ბევრი არგუმენტი აქვს, მეორე მხარესაც ბევრი არგუმენტი აქვს. იმედია რომ მაყურებელს დანიოლის შესაძლებელი. რუსეთზე არა ეკვლაპარაკი ხო? ხო, არა, უბრალოდ ობიექტურობის მაგალითად მოიყვანა რომ რუსეთი რო ცალსახად არის მოძალა და ზუსტად ვიცით. ეს არის დემოკრატია, ბოროტება, დემოკრატია, აი ესე ვხედავ. მე როგორც მოდერატორი მაინც ასე არ ვიტყვი, მაყურებელს მივანდობ ამის გადაწყვეტას. ძალიან გამიხარდება თუ დღევანდელი დებატი რომელიმე მხარისკენ გადაიბირებს მათ და დაეხმარება ჩამოაყალიბონ პოზიცია, რომელსაც თავს მიაკუთვნებენ. დიდ მადლობას გიხდით მოგზანებისთვის კიდევ ერთხელ, თქვენ ყურებისთვის. გამიხარდება თუ დაალაიქებთ ამ ვიდეოს, ასევე გამოგვიწერთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. როგორც უკითხარით, ეს არის ჩვენი სეზონის ბოლო გადაცემა. იმედია შევხვდებით სექტემბერში. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის.